ეხლა ეს შეზღუდვებზე ვიცი რომ ჯარიმებს შენს გიწერენ, ხო? რამდენი ჯარიმა გაქვს რომ მითხრა და თუ გადაიხადა. ნუ როგორც მიშა 5 ჯარიმა მაქვს. მით ამოიტანი გადაკეტა და რუსაველიზე გადავკეტე. ის დანერგა ბიძინამ რომ აი ყველა თქვი, ოღონდ არ თქო მიხეილ სააკაშვილი. შენ ამბობდი რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებით არ წავა. კაი რა ეხლა მიშა ამეტებს კაც. დაგვამტრიეთ წლებში რუსთაველზე ესე იგი გაასულაც კი უკვე 5000 ლარი და ამათი არჩევნებია წარმოგიდგენია რა იქნება. ბიძინა მაიღო 100 რაღაც. აი წინ მიუწევს 100. ის ანახავად. ბოლოს მაინც მიდის ბიძინა სანახავად. მაჯობეს აი ეს ამწეროთ შო. ბიძინა გეუბნება თვითმართველობა. მე ვხედავ რევოლუციას უკვე ჯარიმას თუ არ გადაიხდიო. მარტო ყადაღა კი არა, პატიმრობაში გაგიშექო. გაგებით მოიკიდე, გაგებით. ეს მომენტი ახლა შანსი ერთხელ გეძლება. მეთქე. ჩემი ბრძანებით მიდივართ აფხაზეთში მეშე და ირაკლი მეთქე. სნაიპერები ლიყურებს იმიტომ რომ მთელი უსაფრთხო ბიძინა და ბერას გარდა ყველას ხარ. ეს ზარქუამდე ვერასოდეს ეგერ დავა მიმართო გახარია და ლელოს. ნახე, ის რო გენახათ იგრა ხდებოდა თვითმართველობის არჩევნებში არ მიღე. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა. გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ, უფასოა სხვათა შორის. ისე რამე თანხა რო დავაწესოთ, რომ რა ვინც გამოიწერს არხის მონეტიზაციის ჩართვის შემდეგ რამე წილი ექნება, ვიტო ხო საინტერესო იქნება. მე მოვიფიქრებ თუ ბევრი გამომწერი გვეყოლება მონეტიზაციას რომ ჩავრთავთ, წილს მოგცემთ იმიდან, რა ქვია, YouTube არხიდან. მოკლედ დღეს ჩვენი სტუმარი არის ქართლოს დატროშვილი. ძალიან მინდოდა ამ დღეების განმავლობაში სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის პოზიციის მოსმენა, იმად რა ქვია, თავისუფლებაზე რო იყოს რა და ან დღეს ორი სტუმარი გვყავს. ერთი არის ქართლოს ნატროშვილი და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი და მთელი ამ გადაცემის განმავლობაში ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხებით. მათ შორის ხო, ნუ ხა იუმორიც გელოდებათ და ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა უყუროთ. ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენთ, ძალიან ბევრ სახალისო ამბავსაც გაიგებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თქვენი დრომ, როცა ეს ჩართული გაქვთ ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა, უქმად არ დაიკარგოს. ქართლოს. თელეგულით როგორ ახარ? თელეგულით მოგესალმები, როგორც ქართლოსი. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ძალიან ხშირად ვისაუბრებ მიშას ხმაზე. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მოკლედ დავიწყოთ. ძალიან მაგარია, უნდა ვესაუბროთ ჩვენ ხალხს, იმიტომ რომ მე ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ 2013 წლის 14 ნოემბრის მერე, რაც როგორც პრეზიდენტმა დავტოვე ქვეყანა, იმის მერე როგორც ქართლოსის რომ მიშას ხმა რომ მიმოქვს ხალხს, ამაზე დიდი სიამოვნება არაფერი არ არის. მოძდევს ბიძინა, არ უშვებდა ქვეყანაში, შემოუშვა, დაიჭირა, მაინც უბრალო ქართველ ადამიანთა როცა მიმყავს მიშას ემოცია, ამას დიდი სიამოვნება არაფერი არის, ასე რომ დავიწყე. ეხლა მაშინ როგორ მიშას ყვითას მოუწოდე ხალხს გამოგვიწერონ და რა თქმა უნდა, გამოგვიწერეთ, მიუხედავთ იმისა, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, გამოიწერეთ, დავუცრეთ ეს. აი, საერთოდ არის სადაც. იმიტომ რომ ეხლა ესეთი იმდონემდე დასულები რომ აი ვიღაცა რომს დაალაიქოს, ხო, მე მიდიან აბა რა დაალაიქერეთ. ბოლომდე უშიშრად გამოიწერეთ და უყურეთ, ძალიან მაგარი ამბები იქნება, ასე რომ. ქართლოს, ეხლა მაგაზე უნდა კითხო. ანუ ეგ ამბავი მაინტერესებს. ამაზე კი ყველაფერზე უნდა მკითხო. აი, ყველაფერზე მაინტერესებს შენი აზრი. აი, ნახე, ესეთ რაღაცეები იყო, რომ აი გაბრალებდნენ, რომ აი არა მიშა არისო, ძალიან ისო რა, მტარვალი კაციაო, რაღაცეებს გვიზღუდავსო, რაღაცების უფლებას არ გვაძლევსო. ხო და ამასობაში აღმოჩნდა, რომ Facebook-ზე კომენტარის დაწერის უფლებას არ გვაძლევს ბიძინა. ჯერ მოდი დავიწყოთ თავიდან. ნერვებზე მეშლება ხოლმე ვინმე რო იყოს ეს წინა სახელმწიფო რეჟიმები. უკაცრავად რეჟიმები 5 წუთში არ აბარებენ ძალაუფლებას. 8 საათზე 2012 წლის 1 ოქტომბერს შემოვლევან. როგორც კი დავინახე ეგზიტ პოლებში წააგო ერთი ნაცნობ მოძრაობამ 5 წუთში გამოვიდა თქვი. მე წავედი ოპოზიციაში. როგორ შეიძლება მე ამ ყველაფერს დაარქვენ, აი იმ თავიდანვე იყო შეცდომა, რა რეჟიმი ხომ მოვიცილეთ. თუ რეჟიმია 5 წუთში როგორ გადავაბარე ესეთი. მეორე აი მაგათ ხალხი შეეშინდა და იმიტომ გადაბარ როგორ ღმერთმა ესე იგი ისეთი ხელისუფლება გვიბოძა რომ ხალხი შეეშინდა და გადაუბრე ხელისუფლებას. ესე რა კარგები იყავით. всё, ეს თორე შეცდომები იყო მესმის. მოიგე, აი ეს პრინციპი არის, სადაცაც მოიგე, მოდი, წააგე წადი. ხო და ბიძინა არის ეხა არჩევნებთან დაკავშირებითაც ხო არის პოლემიკა და მე შენი პოზიცია ძალიან მაინტერესებს რა. ანუ ამ არჩევნებში როგორ შეიძლება გავიდეთ უნდა, რას ფიქრობ? როგორ უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი ახლა დღევანდელი არჩევნების შემოგდებული ეს ვითომ ეგრეთ წოდებული ბჭყალებში არალეგიტიმური თვითმმართველობის არჩევნები თვითონ არალეგიტიმურები არიან ახლა ბუნებრივია ამათი ნებისმიერი ქმედებაც უკვე არის არალეგიტიმური. აი ბიძინა ახლა გთავაზობს, აი ნარდი როგორ შეიძლება ეთამაშო ბიძინას უფრო ადვილიანით რო ვთქვათ. შენი გაგორებული დუიაკი არის დუიაკი და ბიძინას გაგორებული დუიაკი არის დუშაში. უკაცრავად აი როგორ ეთამაშებით თავი დავანებოთ არჩევნებს მე ახლა მინდა მიმართო
ჩემი ღრმა პატივისცემა ყველა განსხვავებული პარტიის მიმდევრებს, ეს იქნება ხაზარაძე, ეს იქნება გახარია, ეს იქნება ახლები თუ ნაციონალური მოძრაობა. როგორ შეიძლება ადამიანს ეთამაშო ნარდი, თუ შენ გააგორე ჩარიაკი, ითამაში ჩარიაკი ბიძინა გეუნება და თვითონ თუ გააგორე რაღაც სევაიდუ, თამაშობს დუბეშის, დორჩარის, კარებს გიღებს, ვერ გამოდიხარ. და შენ ამას ეუბნება, აი ხო უნდა გადავშალოთ, ნარდი უნდა ვეთამაშოთ ბიზნეს. უნდა აუყირაო და დაალეწო თავზე ნარდი. ეს არის ჩემი თეორია. ყველაზე აი ადვილიანია, როგორ შეიძლება აი ადამიანს გიწყობს, კარts გიწყობს და გეუბნება, თვითმართველობაზე მოდიხარ და თან გირიგებს. შენ ჯდები, იქნებ ჯოკერი მომივიდე, შენი ჯოკერი საერთოდ არაფერი არ არის. ასე რომ შემოგდებული კიდევ ერთხელ მიმოვიდებ, უნდა ჩატარდეს აქედან მინდა მთელი გულით სინდისის ეპატიმრებს თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს განურჩევლად სახელი და გვარისა და გინდა სახელის და გინდა გვარი ყველა უკლებლი ყველას ნიკამელია ნიკაგვარამია ჯაფარიძე უკლებლი ყველას თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმიტომ რომ რაღაც ის დანერგა ბიძინამ რომ აი ყველა პოლიტპატიმარი თქვი ოღონდ არ თქო მიხეილ სააკაშვილი შურშულითაც მაინც ხარ შენაგერ პოდკასტში და ის ხალხი ციხეში ეგერ რა მითხარი ცი აი ნახე რა მართლა რა მაინტერესებს კიდე რა მე არ გიჯერებდნენ რაზე რა და ეს მინდა რომ საზოგადოებას ხო აი შენ ამბობდი მაგალითად ქრონოლოგიურად კი ბატონო ხო შენ ამბობდი რომ ბიძინა ივანიშვილი არისო რუსიო ესენი ამბობდნენ რომ აი ეხლა რანაირი რუსია კაცო ბიძინა არ არის შენ ამბობდი რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებით არ წავა აი რა ეხლა მიშა ამეტებს კაცო შენ ამბობდი რომ ის შლეგი კაცია ყველაფერზე წავა ბიძინა წავა ყველაფერზე არ ჯეროდა ხალხს ამბობდი რომ აი ეხლა მე იყო როგორი რაღაცა იცი რომ აი თქვენ ამბობთ ტელევიზიებს დახურავენ ახლა როგორ დახურავენ მე იყო რომ ცოტა ხანში თქვენ სოციალურ ქსელში აგეგრძალებათ კომენტარი რაღაცები არაფერი არ ჯეროდა ყველაფერი იყო გიჟად გაცხადდა აი დაგტოვეს აი გაღიმებული აი ახლა მაგას როგორ გააკეთებს ბიძინა და თუ დაჭირდა გააკეთებს აი ახლა მაგაზე გამახსოვდა გუშინ განათლების მინისტრს აი არც ვიცი უკვე ისე ხშირად რო გადააყენეს ხო და მიქანაზე დანიშნეს ის ვი გადააყენეს გვარი არ მაქვს ხო აი ვის აი გვარი რო არ გვახსოვს ზუსტად რაც მოვიდა ბიძინა მისი ყველა მინისტრი იქნება თუ მინისტრი მოხდა გვარი აზრობრივად არ გვახსოვს იმიტომ რომ შეიძლება ხვალე ბიძინამ კობახიძეს ემიწეროს თან ისეთები მოიყვანა ხაბე ახლა რომ აი კობახიძეს რომ მიწეროს ბიძინამ განათლების მინისტრად შენიშნები კობახიძე გამოდის დიდი მადლობა მე ვარ განათლების კითხვას ვერავინ ვერ შეუტრიალებს ბიძინას რომ აი გუშინ ვინც გადააყენა განათლების მინისტრს მაგას ხვალე დაგისვას პრემიერად ოღონდ არ ეცოდინება იმას ვინც მოვა პრემიერად 7 წუთი იქნება ის პრემიერი 7 დღე თუ 7 წელი აი როგორც ახლა გომელოვმა არ იცოდა რამდენი 7 დღე იქნებოდა თუ 7 წელი. სო კითხვას ვინცე დასოს რატო ეს არავის არ აქვს. უნდა თქვას აი რომ მოვყვეთ ახლა ქრონოლოგიურად 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ვინც წასულა დღემდე. მადლობა ბატონო ბიზნეს უნდა თქვა. ხო. ამას თუ არ იტყვი? რამდენჯერმე თან. კი, რა თქმა უნდა, მადლობა. ამიტომ ახლა აი ყველა მამუკა ბახტაძეა მეთქი. აი ყველას მეუბნები იქ ზოგან ბირჟასთან მიდივარ ხან მიშას ხმით, ხან ჩემი ხმით, აი ადვილიანით ხანდახან არის რომ ბახტაძე ვინ არის? მამუკა ბახტაძე ხო იყო ერთ თვითგამოცხადებული ვითომ პრემიერ-მინისტრი ეგეთი ყავდა. ხო, მამუკა ბახტაძე. აი მამუკა ბახტაძეა დღეს ყველა განათლების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ამათ არ ვერ ხვდებია რომ მე ვარ რაღაც საგარეო საქმეთა მინისტრი. არავინ არ იცის არაფერი. მე მამუკაზე ელექტრომობილები მახსენდება მარტო, ანუ ეგ მაგარო ხო გააკეთა ეს შერითაც როგორც ეკალაძე მე მერია ხო მეტრო ხო გაიყვანე რუსთავში. შენ არ ყოფილი ხარ რუსთავში მეტრო ძალიან მაგარი არის. და ზედა სამგორის მეტრო ლილომდე არ გაქვს ნანახი. შენ ხარ ჩვენ მეტროთი დავდივართ აქ. ძალიან მაგარი ადგილი. კომპასმა ძილის ერთულად მოხდი ხო? აკრად ეს ღარიბულად ვარ რა ადრე ჩაგვაგდო ბიზინემ ნახე. ხო და ნახე კი აი არ მითხარი რა რომ აი არაფერს არ ელოდებოდნენ და ბოლოს ყველაფერი რომ რა თქმა უნდა ხო ეხა ეს შეზღუდვებზე ვიცი რომ ჯარიმებს შენს გიწერენ ხო? რამდენი ჯარიმა გაქვს რომ მითხრა და თუ გადაიხადა. ნუ როგორც მიშა 5 ჯარიმა მაქვს. როგორც მიშა 5 ჯარიმა 25000 ლარის ჯარიმა. კი ბატონო. დრას გედავებიან. ქვის გადაკვეთა რუსთაველია ეს და იმ დღესაც რა ვიცი ალბათ ცოტა აერიათ 17 ივნისს მომდის მესიჯიც მაგასთან ვარ საერთოდ არ გავსულ ვარ ქალაქში აი მაგას ვეთამაშები ნარს და მესიჯი მომდის 4-ის ნახევარზე შუა დღესით გმირთა მოედანზე გადაკეტვა 5000 ლარი საერთოდ ახლა შენ რომ მოგივიდეს მესიჯი თელავის გადაკეტვაზე 5000 ლარი რას არ მინდა კაცო შენ მოგდის უკვე მიჩვეულებიან არა აი რო არ გასულ ხარ არსად მე მოდი 3 წუთში აყოლებს ეგრევე გმირთა მოედანი ხო გადავკეტე და ალბათ ესენი მიყურებენ მე მიშასავით ალბათ სწრაფად დადის გმირთა მოედანი გადაკეტე და რუსაველიზე გადავკეტე ანუ 5 წუთში მომივიდა 10000 ლარი 5 წუთში მე მივედი ანუ იქაც იუმორით მიშას ხმას
ჩაგაბარეთ აწყობილი უწყებას. ეს მესიჯები რა არის მეთქე. თან სადმე ვარ ხაბ სადაც ფექს გადავდგო. ამას თუ მოვესწრებოდი, რას ვფიქრებდი, კახეთის გზატკეცებზე შუშებიან სასახლეში რომ შევდივარ, ამ მესიჯებით რომ 10000 ლარი 4 წუთში როგორ გამომიგზავნეთ მეთქი და შესწომა და გააუქმეს ისინი, რომ მიხდე რომ ახლა 17 ივნის მე არ გადამიკეტია. ხო, თან 4 წუთში ორი ლოკაცია. კი, 4 წუთში 10000 ლარი. ოხ, ბიზნახია. კაი, ესე იგი, რას ეტყოდი იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში წეგან ნარდი ახსენე? სულ ვამბობ, სულ ყოველთვის სულ გავკივი ვარ 2020 წლიდან. მოძებნოთ, გამონახოთ ჩვენში ძალა. საკუთარ პირად ეგოებს ახლა გადავახტი, იმიტომ რომ სულ ნერვები მეშლება რაზე ხაბარო. რაღაც ისე ჯიჯგნიან, თუნდაც ამ მიშას ნებისმიერ შემოგდებულ ინიციატივას, თუნდაც როცა კიევში იყო რომ მიხეილ სააკაშვილის თუნდაც თავისუფლება დღეს იმაზე გადის რომ რა რომ მოვიშოროთ ბიზინა გიყვართ არ გიყვართ მოუგწონს ეთანხმები არ ეთანხმები როგორც კი ბიზინას მოვიშორებთ მე 4 კი არა ხაბე 72 პარტია დარეგისტრირდა არჩევნებში ვიღაცა წავა 5-იანზე შემოხაზავს ვიღაცა წავა 4-იან შემოხაზავს ვიღაცა წავა 17-ზე შემოხაზავს და დავითვალოთ ხო არის რაღაც ძალიან უმარტივესი რაღაც არის დავითვალოთ ვინც პირველია ჩამოვართოთ ახლა წავიდეთ ახლა მიშა არ გვინდა ისე ამბობთ რომ არა და მაგალითი შენ ამბობ ახლა უერენს ნახე შენ რატო ლაპარაკობ ეგრებში და ცი მე 72 პარტია იყოს ესენი ესე ფიქრობენ ძმაო თუ მიშა გარე აბა მიშა თუ თავისუფალია ბიძინა არ არის მიშა იგებს ესე უკვე ანუ არც კი განიხილავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში რა გონია ოპოზიციის დიდი ნაწილი სავარაუდოდ ფიქრობს რომ მიშა თავისუფალია მიშა თავისუფალია ძმაო მოგვიგებს ხალხის ხარდაჭერა ვის ექნება აბა ან თუნდაც მანქანის ეტეკ დათვალიერების მაგალითად რა გვარია მაგალითად გახარიას ხალი როა გოგო როა რა გვარია და გამახსენეთ რა ხო ბუჩუკური აბა ხა ბუჩუკური სულ ინვიძე მიშა თუ გარეთ არის აი ეს ნერვები მომეშალა აი რას გაიცო გაგწევერნებდი ეზოში და უცბად ნერვები მომეშალა და 16 წამიანი ვიდეო გადავიღე TikTok-ზე და დავდე გახარიას მიმართ უცბად აი მიშურად მომივიდა ბრაზი გახარია ჰამოდი იმიტომ რომ ხო წვილი დამიღეთ მიშა ჰამოდი გახარია თან მისი და არის აი თვალიც ჩაუკარი ჰამოდი და ხო სავაზნოდა რომ ბილეთს გიყიდიო ხო იყო ესე კი ბატონო ხო და ნახე მართლა ეგრე უყურებენ ეხა ბუჩუკურის და ვიღაცების მსგავსი ტიპებისთვის ეხა გვარძulis გავიხსენე ხო ამის ფიქრობს თუ მიშა თავისუფალია და ეხა გარეთ არის და ხალხს ხელს არტმევს მე ბუჩუკურს ხმას ვინ მიცემს და მართლა ანუ ამ ფლანგზე ესე ფიქრობენ რა ამაზე ეხლა გამახსენდა იმ დროს ერთ სუპერმარკეტში რაღაცას ვარჩევდა გვერდზე ვატყობ რომ აი რო არ შეხედავდა იმით რომ ვატყობ დედაშვილი მიახლოდება და შვილი ვერ ბედავს და დედას უნდა რომ მითხრას რომ აი ფოტოზე გადაღება უნდა ბატონო მიხეილი თქვენთან და აი ხა ამით რო ვარ უკვე გაბრაზებული რომ აი არაფერი რომ რაღაცნაირად რომ ანუ რომ ეს ხალხი ძრო თითქოს ეგუებიან ამ ბიზნეს იმას და რომ მოვიდა ეს ხალი გაბედო და ესე შეუწრიალთ გადაირჩეთ ბიზნეს და გადავიღე ფოტოს და მე ბუნებრივია მივედი გადავიღე ფოტო ხანდახან არის უცბად იმ მომენტში უცბად გაბრაზებული მიშაც პასუხი არის ძალიან მაგარი და აბა რას ფიქრობ აი ხა ამბობ რომ არჩევნებში ნარდი არ უნდა ვეთამაშოთო უნდა ავაყირაოთო სხვათა შორის მე წამოგცდა რომ ვიღაცა მეგობართან ნარდს თამაშობ ის ესე იგი რომ დუიაკია ხო არ გატყუებს ხო და რას ფიქრობ ამაში რანაირად შევცვალოთ აბა მე ვფიქრობ რომ ხო ძიებაში ვარ მე ეს არ ბიზნეს როგორ გადავა ეხლა ყველაზე მეტად ბიზნეს ეშინია ერთად დგომის აი ბიზნეს ჯინაზე უნდა გადავახტეთ აი ბიზნეს ჯინაზე ვიღაცას ვერიტან ვიღაცას ის მე და ბუჩუკური ერთად ხო აი ყველანაირად სხვათა თუ გვინდა ბიზნესზე დამარცხება უნდა დავდგეთ ერთად ხო კაი კი ბატონო ვინც არ უნდა იყოს ოღონდ ყველა ჩემი მხრიდან გამოწვეული ხელი ბუნებრივი იმათი მხრიდანაც უნდა იყოს როგორმე გადავდოთ ეს საკუთარისა ბიზნეს ვებძვით ბიზნეს რომ მოვიშორებთ მე და ვართ ერთად და რას ვაკეთებთ არჩევნებში არ შევედივართ არავითარი არჩევნებში მონაწილეობა ხლა თვითგამოცხადებული რაღაც ანუ ამით უფრო ვაძლევთ იმ ლეგიტიმაციის ხალხსაც ევაძლევთ რომ აი რაღაც შენ დაგვამტრიე ძვლებში ყველაფერი გაგვიკეთე რუსთაველზე ესე იგი გაასვლაც კი უკვე 5000 ლარი და ამათი არჩევნებია წარმოგიდგენია რა იქნება ისე შეხო ნარდით ახსენი რა შენ ახსენი ნარდი და ვიღაცა კარგად ის ნარდის თამაში და ეხლა ლენე მარიცი საერთოდ ნარდის თამაში ვერ დუიაკე ვერ გაიგო ვერ დორიჭარი ვერ გაიგო აი ხო არ გაცნე ტყუილის თქოს არ გაცნია ესეც საზოგადოებაა რომ ეგრევე არ გაცნეს რა ხო და ნახე ფეხბურთის იმაზე ხსნიდი სხვათა შორის რა ეხლა ანუ ხო
აი ფეხბურთი არ წოდნია ლენე ანუ ვინც იცის ფეხბურთი იმის ვიტო ხო იცი შენ ფეხბურთი ფეხბურთს ენაზე რო ახსნათ რა მეორე კიდე ძალიან მაგრამ მოდი ნარდი დავტოვო ეგდათვალიერების ეკუთხითაც კარგად იხსნება 2004-ში ჩავიბარე მანქანა საერთოდ არაფერი არ უმუშავებდა დაშვებული იყო საბურავები ამორტიზატორი ყველაფერი ესე გავაკეთე 2012 წლამდე უხოთ ნახეთან რა შეცდომები გამეპარა ზოგან ისე გადაუჭირე იმ ზოგან ეხამუტებს რაღაც რომ მესმის ძალიან მტკივნეული იყო მაგრამ რომ მოვიდა 2012 წელი ქართულმა ხალხმა მითხრა გადმოდი შენ ესაჭედან გადმოდი გასაღები ჩაუბარე ბიზნესი იმიტომ კი არა რომ ბიზნესი რაღაც მიყვარდა და ქართულმა ხალხმა მითხრა ეს გასაღები ჩააბარე ბიზნეს რო ჩაუბარე ბიზნეს მე თავის დროზე ვცვლიდი ზეთს ამ 2004-დან 2012 წლამდე გავივლიდი რაღაც 10000 იცვლებოდა ზეთი მტკივნეულად თუ ესე მივედით ეხლა რა ხდება ჩემო ლაბავი ჩამტრულია 4 ამორტიზატორები დაგლიჯილია ტორმუზი საერთოდ დაიჭეს დაღმართზე მივდივართ ხალხი ლუქიდან ეგადადის ოღონდ ეს ქვეყანა მანქანა დატოვონ ყველაფრიდან ანუ ეგადადის ესეთ პირობებში ბიზნესგეობა თვითმმართველობა ანუ ეხლა ამ დაღმართში ამას ბიზნესთან ერთად ჩატარებული არჩევნები არის საერთოდ მაგმანქანიდან რა ვიცი ვერ ჩააღწევ ქვევით სადაც მიდის ხო ო მართალი ხარ თავდაღმართშია და ბიზნესი კი ბატონო მიდის და თან ყველაზე ანუ ტკივნეული რა არის და ასევე ტრაგედია თვითონ კი არის ესაჭესთან ბიცინა ამ დაღმართზე ხან ვის დაგისმევს ხან გახარიას ედასვაზე გადმოაგდებს ხან იმას არავინ არ იცის ამ და თვითონ მიყვება მაგმანქანას თვითონ უყურებს ციგმაიდე ორბილისიდან უყურებს თვითონ და კიდე როგორ აქვს 4 საბურავია თავე პრადოთი მიყვება უკან მაგმანქანას ოღონდ ეგეთ დაღმართშია ხა ეგეც უნდა ვაღიო პრადოთი მიყვება მაგრამ დაღმართშია ასე რომ მე ვფიქრობ მისი აღმატებულება ქართულ ხალხმა უნდა ირწმუნოს რომ ძალა ერთობაში არის რომ გაყალბებულ არჩევნებში არ არის თვითმმართველობა იქნება თუ იგივე საპარლამენტო არჩევნები ახლა ამ ემარო ჩანიშნოს თვითმმართველობა შეგვიშ რო ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს როგორც მოქალაქე ჩემი პირადი აზრი ესეთი ნუ ამათ თორე არჩევნები გვინდა როგორც თვითმმართველობის ასევე საპარლამენტო ბიზნეს მიერ ჩატარებული ხო ეს არ გვინდა თორე ბუნებრივია არჩევნები რომ მინდა იმიტომ მე გადავდექი მე და არჩევნებით ეწავედი იმიტომ რომ არჩევნებში არის უნდა ირწმუნოს ადამიანები მოიგე მოდი წააგე წადი ამ პრინციპს ვინც არ ეცევს ყველა არის თაშიში ჩემთვის სწორი ხარ კაცო და ამიტომ ნახე მე ნარდის ენას და გინდა მიშას ხმაზე თქვა გინდა ჩემ ხმაზე არჩევნები არის მაგრამ როდესაც არის არჩევნებში რომ შენ მართლე მოუგე და აი ბიზნეს ამას გიწეს აი მე ავიღე 4 ხმა შენ აიღე რამდენი 400 აი არავითარი მათემატიკური ეგათრული 800 კაციან უბანში აიღე 635 ამ დაშინებით ამ რეპრესიების ამ ყველაფრის ფონზე ავიღეთ 635 სინამდვილეში ესე არის რეალურად ბიზნესმა აიღო 100 რაღაც აი წინ მიუწევს აი 800 კაციან უბანში ავიღე 1200 ხმა სიტყვაზე მომდა აი ამ ფონზე ხლა ამასთან სად უნდა დაჟე რა თვითმმართველობა რა საპარლამენტო სადამ არ შეიცვლება და არ იქნება ეს ისეთი ახლა მაღაზიაში რო შეხვიდე კალათა გიჭირავს და აიღე ზეთი გათვალე შენი ბიუჯეტი 20 ლარში ზეთი კვერცხის ფაშე ხედე ჩადე და მიხვედი სალაროსთან ელემენტარულად აი ეგადავიტანოთ რასაც ყოველდღიურად ეგვიწევს ხო სულ ფიქრობ ხოლმე მიხვედი ხო არ ყოფნის ხო არ შევწხვები იმ სალაროსთან მიხვედი და ამასობაში უკრინდან ვიღაცა აი ბიზნეს რო ეგეპარებოდეს აი საფრიშადე აი ესეთი ჩადი და კალათას კი გივსებს 20 ლარიანი ბიუჯეტით ვარ იგი მიხვედი ხო იცი რომ ვერ გაატარებ ანუ კაროჩე ანუ სწორი ხარ სწორი ყველაზე ნახე ეგე მარტივად უნდა აღვყო სამართლიანობა იყოს და ყველაზე მეტად ებერებდა ხოლმე ხლა 20 წელია ცხოვრობ მოსკოვის პროსპექტში ჩემი კორპუსი 41 იქნებოდა ხაბე აი ამაზე რას არ მოვიდგეთ 41-ია თავს ვიმშვიდები თან მოსკოვის გამზირზე თან მოსკოვის გამზირი 41 ეხლა ეს როგორც მიშას აი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მაგრამ თავს ერითი ვიმშვიდებ ლიფჩი რო შევდივარ 5-იანს ვაჭერ ამით ვიმშვიდებ ეხლა ნახე იმას რა ქვია ამ ლელოზე და გახარიაზე მე მაქსიმალურად ვცდილობ ეხლა რომ მართლა მაგათ თან აი და დიდი ბოდიში შეგაწყვეტილებ თუნდაც აი 2020 წლიდანაც მოვყვეთ მიშა როჯერო უკრაინაში რო იყო ბიჭო ამ აქციებზე დავდიოდი სულ აი არც ერთი აქცია არ მაქვს ეგ ხედავდი სცენაზე ბიჭო გამოდის ვაშაძე გამოდის ხაზარაძე ნინო ბურჯანაძე ყველა გამოდის ყველა სტაშ უკრავ აი იმ თავითო საიდან მეშლება სად დაუშვით ეს შეცდომა ყველას უკრავ ტაშ ბიჭო გულზე არ მიხატება მაგრამ იმ ძალა ერთობაში ყველას უკრავ ტაშ და მიხეილ სააკაშვილს არც ერთხელ არ აცხადებდნენ ხაბე და ამაზე ბიჭო
სულ ანუ მეშლებოდა ნერვები რა ანუ მიშას ხალხი უნდათ ყოველთვის ერუსთაველზე ხო მიშა უნდა და მიხეილ სააკაშვილის იმიტომ რომ ბუჩქთან დგას რეგიონიდან ჩამოსული ცოლქმარი ჩამოვიდნენ საერთოდ და არ გამოაცხადებენ მიხეილ სააკაშვილს ამათ მე ვამშვიდებთ თუ არ გამოაცხადეს ეხლა ბრაზილს დრო არ არის ანუ ხო ხვდები აი რამდენი ხა ამასთან მე Facebook-ზე ვერ პოსტავ რომ ამას ვერავინ ვერ გაიგებს ერთხელ მაინც ჯერ კაცი 8 წელია არ შემოსულა ქვეყანაში თავის ამომრჩეველი ყავს ხო არ გააქრობ ამის ამომრჩეველს ვიღაცას უყვარს ვიღაცას არ უყვარს და მე მაგაზე ხუმრობ ხოლმე ვინც მაგინებს მინიმუმ მაგათი ბებია მლოცავს და იმიტომაც ხო ვინც მაგინებს მინიმუმ მაგათი ბებია იმიტომ რეიტინგი არ მივარდება ეს არის ეს კაცორი არავის ყველას ან კიდევ ერთხელ მივიძებ მრავალფეროვნებას სიჯანს ახეს და რაღაც სისპეტაკეს ეგაუმორჯოს ვისიც არ უნდა იყოს ახლა თუ აქეთ არის ურჩხული ბიძინა სახით ამას ერთადერთი ამარცხებ რომ არა მარტო მიშას ეძახილით ძალერ იქ მამუკა მიშა ყველა დავდგეთ ეს დავამარცხოთ თუ გვინდა მე ეს სიჯანს ახეთ აქ სპეციალურად ევაკეთებთ ბიძინას თამაში ამაზე მეშლება მე ნერვები თორე ის კი არა რაღაც ხო და ანუ ჯვარი დაიწერეთ მიშას აკაშვილს უიტყვით ესე იგი გიყვარს არა აი ბიძინას ჯინაზე აი ბიზნეს ჯინაზე ეს არის რა. სწორი ხარ, ანუ მე მესმის რასაც ამბობ, კარგია რომ ესე იმათ ძალიან მარტივად ხსნით და ჩემი მეზობელი არის რა, ხო და ის არის რა ქვია, ოპოზიციურად არის კოცი იყო კაცო, მაგარი კოცი იყო და ნენელა განკოცდა ეს კაცი რა, ნენელა, მაგრამ ეხა ეს არჩევნებში აქვს დილემა. მართლა დილემა, ანუ თვითონ ფიქრობს რომ დილემა აქვს. და პირდაპირ ნაციონალი ვერ გახდა ეგ რაღაცა სხვა შუა პარტიებს ეძებს რომ ეხა რაღაცას მისცეს და აი მართლა მე ეგრე უყურებ რა და აი მამუკას ბადრის და გახარიას მართლა ადამიანურად მეწოდებიან კაცო ეს ხალხი იმიტომ რომ ესენი ამბობენ რომ ესე იგი შენ რო ნარდის იმაზე ახსენი ანუ ფეხბურთის წარმოვიდოდეთ ფეხბურთის სტადიონი რა ბიძინა არის მსაჯი რომ მოედანზე უნდა გამოვიდეს და საჯი უნდა იყოს ბიძინა. თან ამბობს ეხლა რომ თამაშის წინ გეუბნება რომ რა მნიშვნელობა აქვს თავიდანვე გაფრთხილებს რომ 11-11-ზე დაიწყებთ მაგრამ მე 10 წუთში 4 კაც გაგიგდებთ რა უეჭველი გავაგდებ 4 კაც და უნდა მოგიწევს მთელი თამაში 7-11-ზე ითამაშო. ყველა ვარიანტი ასე იქნება წინასწარ გაფრთხილებს რომ აი 10 წუთში მე ამ წითელ ბარას დავარიგებ. მიუხედავად ამისა მამუკა პირობითად ხა ლელო და გახარი ამბობ რომ ჩვენ ვზათავართ რომ 7 კაცმა ვეთამაშოთ 11 კაც ფეხბურთი და იყოს ბიძინა მსაჯი. მსაჯი კიდე იმა ეხა ეს მსაჯი იყურება რა ბიძინა არის მსაჯი და ეუბნება ხო კაი ძმაო გინდათ თამაში. მობრძანდი ახლა თუ გინდათ კაი დაიწყე თამაში. შევიდნენ სტადიონზე აპირებენ ხო? ხო ეგ არის კაცო თქვენს რომ შევდივართ სტადიონზე ჩვენ და უნდა ვითამაშოთ. ამოიღო ეს 4 გააგდო უკვე 4 და კი ყავს ეს პოლიტიკური პარტიის ლიდერები ხო ციხეში. და ამასობაში გავიდა 5 წუთი გამოაგდო მამუკა ხო დარჩა 6 და გახარია კი არ გააგდო დისკვალიფიკაცია მისცა და უთხრა რომ საერთოდ ფეხბურთს შენ ვეღარ ითამაშებ შენ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებ და მე მაგალ დარჩნენ ესენი ისა რა ქვია 7-ის მაგრამ 5-11-ზე ითამაშებ საჯი კიდე ბიძინა შეუულია პენალი დადოს ნებისმიერ შემთხვევაში და ყველაზე მაგარი სადა უნდა შეგილე რომ მე უსამართლოდ მომექცენ ეხა ისა ის 4-5-4-ზე ვიყავით შეთანხმებული რომ გააგდებდნენ ვიცოდი რომ ციხეში იქნებოდა მიშა გვარამია მე ეს ვიცოდი რომ გააგდებდნენ მაგრამ ჩემი ძმაო ეხა ეს უკანონოა და მიდიხარ FIFA-ში რომ გაასაჩვიო და იქ ხდება რუსიძე ჩინჩალაძე ანუ წარმოუდგენელი რაღაცაა მართლა რა იმასაც როგორ აჯდება ბიზნეს ხმა მიდის ანახავად აი ბოლოს მაინც მიდის ბიზნეს ანახავად მაჯობეს აი ეს აბწეროთ ხო და ანუ წარმოუდგენელი ნონსენსია კაცო ეს ხალხი ჩვენ ხო არ გვასწავლის მართლა რამდენი წელი ამ პოლიტიკურ აქტივობაში ხარ დარწმუნებული ვარ რომ ბევრად მართლა გეუბნები ბევრად მეტი ის გაქვს რა ქვია გამოცდილება ვიდრე დღევანდელ ბევრ პოლიტიკოს იმიტომ რომ გუშინ მოვიდა პოლიტიკაში და ზოგი ვიღაცები ბრაზობენ გახარიას და მე ვამშვიდობ ხოლმე და რა კაცო ეს კაცი 10 წელი ხელისუფლებაში იყო ამათთან ერთად იყო და 1 წელიწად ნახევარი ოპოზიციაში არსად არ იჩქარება რუსობა მისთვის პრობლემა არ არის ეხლა მიუხედავად იმისა რომ ვამბობ ხოლმე რომ გახარიასთან ყველა ერთად კი ბატონო იმას კი ანიშნავს რამე დამავიზდა კაცო ფარცხალაძის პირობებში ეს კაცი ხან პრემიერი იყო ხან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მის პირობებში მოხდა ძალიან ბევრი რამე გენერლები რო ჩამოყავდა ხო ის რაღაცა გომელაური რო ატარებდა იქ და გითხო ხო მის პირობებში იყო ძმაო ეხლა რა ვიცი რა არ მოითხოვება პასუხი ხო და ამიტომ როგორ არის ამ კაც არსად არ ეშქარება და უნდა გვესმოდეს თუ გახარია ფიქრო წელიწად ნახევარია ხა 2 დღეა ქვეყანა წავიდა მიშა სააკაშვილი კაცო რამდენი წელი არ უშვებდნენ ქვეყანაში
რამდენი წელი არ უშვებდნენ, რამდენი წელი იდევნებოდა. მარტო მიშა სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს რამდენი რამდენი რამე დააბრალეს, ხო? ეხლა მართლა აბსოლუტურ სიგიჟეებზე უგზრავდნენ ადამიანებს ბრალს. ჯერ თქვეს რომ კაცი ჭამიაა და მე ამბობდნენ რომ რაღაცა კაცი ჭამიობას, კაცი შეჭამაო ამბობდნენ, მაგრამ ბრალს ასე წარუდგენდნენ ხოლმე. რომ სადღაცა გადაცდომა ქონდა 2000 ლარით რაღაცა ბიუჯეტის რაღაცა იქ რომ იყიდა ეს რაღაცა სიგიჟეები აბსოლუტური რა. კაი, ხო და ეს რეალობა ანუ ძალიან ისეთია. ლელოსთან დაკავშირებითაც მაგ ხოლმე ჩემი მოსაზრება, მამუკაც ხო როგორ იყო ლელო პრინციპში რა, რომ 2018 წელს რომ რაღაცა ჩვენ რომ იაკერზაია რომ მოკლეს არჩევნების გამო. ხო, არჩევნების გამო ქალბატონი ადამიანი პედაგოგი ქალი მოკლეს, იმიტომ რომ ზეწოლას ვერ გაუძლო. და ამის მერეც კი კონკრეტული ადამიანები იძახოდნენ რომ შეცდომები მოსულა. და სანამ არ მოვიდა პირობითად 2019-2020 სანამ კონკრეტულად არ შეეხნენ ამ ადამიანებს. მანამდე ჩვენ და სამწუხაროდ ამ ხალხს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და რაღაც დროს თავს ვიმშვიდებ ხოლმე რომ ბუნებრივი პოზიციაა მათი ეს 2020 წელსაც კი ვიღაც 19 წელსაც კი ვიღაცებს ეგონა მთელი 13 14 15 16 17 18 გასული იყო შკრილნიკოვები ვახაგან ჩახალიანები რუსეთის აგენტები გამოშვებული ტრისტენ წითელაშვილი თავდაცვის ბაზები გადაცემული სუსიდან ვიღაცა თანამშრომელი გაიქცა რომელსაც ბაზები წაიღო უამრავი რამ იყო მომხდარი მაგრამ მაინც ამბობდნენ რომ არა ეხა ესენი პროდასავლური ძალა ხვდებით ამიტომ ალბათ მან დააქვს პრობლემა რა ალბათ ეხა მაგრამ მაგაც სადამდებელოდოთ ეხა სანამ 8 წელი კიდე დევნილობაში არ იქნება გაყარია და მამუკასაც რა ეხა მე მართლა ადამიანურად ღელავ ამ ხალხზე ამ ადამიანს გონიათ რომ გამოუშვებენ არ გამოუშვებენ კაცო ეხა ციხეში ვინც დაიჭირეს პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არ გამოუშვებენ რა რას ფიქრობ აი ეხა 8 თვე თან ისე წავიდნენ რომ მართლა გონიათ რომ 8 თვე გააჩერებენ მარტო ციხეში არა ეს უცბად რომ აი ოქრუაშვილზე ეხა ახალი ბრალი აღძრეს უკაგონებენ ეგრე შეუღებენ ეკარებს დაუმატებენ აგერ მელიაზზე ამბობენ რომ მოსამართლეს წინააღმდეგ რაღაცა 2 წლიანი ნელ-ნელა გადაუბატონ ვიღაცა შეიძლება გამოუშვებდეს ესე დროს პირიქით რომ ერთად რო შევიკრად რა ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტით რა ყველანაირად რომ უარი ამ თვითგამოცხადებულ არჩევნებს აი ერთადერთი ის არის რომ აი კიდე მიკვეთს რომ კიდე რო ორ ჭოფობენ აი რა უნდა გამოგლიჯოთ რა უნდა გამოგლიჯო ბიძინას ანუ რა უნდა აი და იცი რა მახსოვს კიდე ერთი გადავიდეთ ეხა კაი მაგ თემიდან მეორე თემაზეც გადავიდეთ აქტუალური თემა დღეს ძალიან აი მაგალითად მიშას დროს ოპოზიცია ამბობდა რომ ჰუალინგი შენდებოდა რა ჩინური დასახლება სადაც სხვათა შორის ეხა დევნილებს მისცეს ბინა ანუ რო აშენდა მე ანუ მიშას დროს დაიწყო რაღაცა ინვესტიცია ჩაიდო მართლა თბილისის ზღვა ეხა გაუდაბურებული იყო იქაურობა და დღეს შეხვალ ეხა რაღაცას გავს იქაურობა ეხა ეგრე არ არის და მე მახსოვს რომ აქციები ტარდებოდა რომ მიშამ ჩამოიყვანა ჩინელები ჩამოასახლა ეხლა გადაგვაჯიშებენ ესე მოხდება ესე და ჩემ მოდი როგორც მიშას ისე კითხავ ჩემო მიშა რა შენ რო ჩინელებს რო გაბრალებდნენ დღეს აგერ ოფიციალური სტატისტიკით ხო ესე იგი 100,000-ობით ქართველი გავიდა ემიგრაციაში და ვინც გვიყურებს ახლა ვინც გვიყურებს ყველამ ესე იგი გამოიწერეთ ჩვენი არხი ვის ოჯახშიც არის ემიგრანტი აი ვის ოჯახშიც ახლა ემიგრანტია ხო აი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გამოიწერს იმიტომ რომ ყველა ოჯახშია ერთი ემიგრანტი კი ბატონო ესე იგი 100,000-ობით ადამიანი გავიდა და 270,000-დან 400,000-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე დასახლდა საქართველოში. რას ნიშნავს ეს, რას ფიქრობ ამ თემაზე? თბილისში რო გავდივარ ხოლმე, ტურისტი მგონია საკუთარი თავი. ეს რომ მიშას დროს, აი ამაზე მეშლება ენერგიები, რასაც ახლა ბიძინა აკეთებს. კი. მიშას რო გაეკეთებინა რუსთაველზე გასვლის გამო, აი დღევანდელი ზოგი უკვე ემიგრანტი არის, ახლა უფრო უმეტესწილად ვინც მიშას დროს იჯერებდა იმ 1000 გვარს სისაძაგლეს, ახლა გვისმეს ალბათ უცხო ქვეყნიდან. აბა ერთი წამი დაუშვით თქვენ თვითონვე რომ რუსთაველზე გამოსვლა 5,000 ლარი. მიშას დროს ეს რო ეყოფილიყო. აქციაზე თუ გახვალე რუსთაველზე და დადგები საათნახევარი 5,000 ლარი. მიშას დროს რო ეს რო ჩამოიყვანა 200 ანუ რამდენი იყო ანუ არაქართული ახლა რო შემოზიდა ბიზნესამდე 200-დან 400,000-მდე. კი ბატონო ეს რო მიშასზე გაიკეთებინ და ცოცხლად გაატყავებდნენ მიშას ლევან. ცოცხლად გაატყავებდნენ აი ახლა რასაც აკეთებს ბიზნესა ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით ბოლო ფაზაში რო შევიდა და რო აიჭრა ყველგან ეს რო გაიკეთებდნენ მიშას ხო გეუბნები ვის გაახსენდებოდა მე ის აუ ყველა ამაზე იწევს მოიცავ 5 მიშას რო ეთქვა რომ 5,000 ლარი აქციაზე მართლა გაგიჟდებოდა მიშას რო და მიშას რო ყვარელში ეზიდა ხეები ანუ რას არ მიაჩა აი 2016-17 წლები ხო იყო მოდელ და უკვე ამას თავიდან ხეს რო ჩაატარებდნენ ლევან უკვე მე ისე გაუჟდა ხალხში რომ ერთხელ ანაკლეში ვიყავი რაღაც ჩემი ძმაკაცის ახლობელი გარდაიცვალა და მალე უნდა გამოასვენონ და გავიხედე და ჭიშკრის წინ დიდი ხე
დიდ რაღაცა ტექნიკით ჩაატარეს. კაციშვილი აღარ უყურებდა. მიეჩვია ხალხი. ხო რომ ეს მიაქა. უკვე 216-მა ხემ თუ ჩაიარა 217-ს ჩაივლის. სწორედ. ეს რო მიშას რო გაიკეთებდა ყვარელში რო ჩაიტანა რაღაცა ერთი ხე რო გადაერგო. პირცეცხლიანმა მომინდომა ფიჭნარი და ანუ 1000 გაჩვევს რა აბეტონებს ნიჰილის და ერთადერთი ეს არის რომ აი აუყირაო მაგი და არ დავждები შენთან არანაირი არჩენები აი არაფერი ბიზნეს აი თავარი ის არის რომ აი არ უნდა დაუჯეროთ ამ კაცს რით ვერ უნდა გაგვინაცდეს ეგონება რომ მე მინდა არჩენები ყველაზე მაგრად გვინდა არჩენები ოღონდ გვინდა წესიერი სამართლიანი ვსო ავიღე 19 ხმა აიღე 20 აიღე მაჯობე ჩამოართვი ხელი და ეხლა Facebook post-ის გამო 5000 ლარს დაგიწერთო და მე დაგიწერთ და მე 30 დღეში იგივე აი დღეს აი რაც გულთან ხდება უსამართლოს უსამართლობის განსარეს ყველასის აი რასაც დღეს გრძნობ ერთი თვალები დახუჭე და ეს რო გაიკეთებინა მიშას რას ლაპარაკობ და შენი აზრი რატო აკეთებ მე მაგ ჩემი აზრი და მე შენი აზრი მაინტერესებს რატო მივიდნენ აქამდე ან ნახე Facebook post-ები მიშას ახლა წარმოიდგინე სუში რო ჭამდაო რა სუში ჯერ მართლა სულ ვამბობ რომ სუშზე უფრო ძვირი ღირს ახლა რესტორანში ნიგზიანი ბადრიჯანი მაგრამ ვიღაცას რო გაეპროტესტებინა რომ ნიგზია ბადრიჯანს ჭამს მიშა ეგ არ იყო თემა და სუში ყურში მოხდა არა მართლა ეგრე იყო რა ფხალეულობა აი ფხალის ასორტი ქართული ფხალის ასორტი ბევრად ძვირია ვიდრე რა ვიცი ახლა სუში რო შეუკვეთო ერთი როლით რაღაცა ის პატარა რაც არის 5-6 ლარი ღირს რა მაგრამ ნიგზიანი ბადრიჯანი ღირს 9-11 ლარი. პირობითად ვიძახი რა. ამიტომ ანუ ხო მიშას რო ეთქვა რომ შენ მიშას ხმით ქვია, აბა ვინც დაიტყვით რომ ისო რა ქვია, მე ვჭამ სუშს, ყველას დაგაჯარებთ 5000 ლარით. აი რო გეთქვა, აი წარმოიდგინე. ხა რომ ტელევიზორში აცხადე ბრიფინგი. ყველა ეს არის რაღაც თუ არ უკვე ხედავ რევოლუცია როგორ მოდის. იმ რესტორანთან ეცაგურია მოვარდა თუ არ ხო. ეცაგურესთვის ვიღაცას 5000 ლარიანი ჩემ რესტორანთან გზა ყოი გადაკეტა. 5000 ლარიანი მე ვიღაცა შუაღამით რომ ესულიყო, აი შენ როგორ გაბედე იმ რესტორანთან სუშის ჭამა რო გააპროტესტე მიშა. არა, სუშ ჭამა რო გააპროტესტეს, გოგოები გაუშვეს ციხეში, კაცო, ბოდი 19. ეხა წარმოიდგინე რომ გაგაპროტესტა, რო ატო ჭამ სუშსო, ნიგდა მადრიჯას არა, სუშსო. რო გამოსულიყავი რომ გეთქვა რომ ორი კვირა ციხეში. კი ბატონო. აი რომ გეთქვა 30 მინიმუმ 30 დღე ციხე. მე ვხედავ რევოლუციას უკვე კაცო წარმოუდგენელი და ან რო გამოგეცხადებინე წარმოიდგინე ბრიფინგს ატარებ და ამბობ. Facebook-ზე ვინც პოსტ დაწერთ და მე არ მომეწონება. რას ვქე მე ვინმეზე რამე ჩემი შეურაცხყოფა არის ციხეში. აი ხლა 3 დღეს უკან მაგაცის ბიძამ თხოვა. გამომყვებიო კახეთშიო პრეზიდენტო და კი მეთქი და XP-ში ჩაუჯექი და ლილოდან რო გავდივართ, ნუ გააჩერა ბენზინ გასამოსადგურთან და 100 ლარის ბენზინი უთხრა და თან უყურებ ახლა იმას. 100 ლარის ბენზინთან დღევანდელი ტარიფებში 30 ლიტრა რა. აბა გაიხსენე მეთქი ახლა მეუბნები. აბა გაიხსენე ჩემ დროს რამდენი მოგდიოდა 100 ლარს მეთქი. იმიტომ რომ ვიცი ახლა ეს მახსოვს რომ წლების წინ სულ ამბობდა აი მიშა და აი ლარი როგორ მიაქვს ჯიბეში რა ლარი. ეხლა როგორც კი გავხედე და წითელი არ ჩაუქრო XP-ზე 100 ლარის ბენზინი ჩაასხა. და წითელი არ ჩაუქრო და მეუბნები ჩემ დროს მოგივიდოდა 50 ლარად მოგდიოდა და 33-34 ლიტრა ბენზინი. და იქ მეუბნები მიშას ხმაზე გააგებით მოიკიდე, გააგებით, იმიტომ რომ ღირს ყველა ის ადამიანი ვინც ასყავს 100 ლარის ბენზინს და წითელს არ უქრობს, ყველა მანქანაში უნდა იყოს დინამიკებში ხმა, გააგებით მოიკიდე, გააგებით, ანუ ნერვები მეშლება რომ რა დაიჯერეს და ეხლა საცობში ვდგავართ, ბედნიერი ვარ, აი ამას რო ფიქრდები, ანუ ნერვები მეშლება ბიჭო. ლარი და 63 ღირდა თუ რაღაც. და ლარი თორე იცი რა უნდა ღირდეს ბენზინი. ეხლა 2 და რაღაცა 3 ლარამდე არის ბენზინი. ჯუმა დაბა ეხლა ხო, მიშას ბრალი იყო. შო რა. აი იგივე. ხო და ანუ მე ესე იგი მისა რა ქვია, რატო ჩემ დროს 1000 დოლარი თუ გედო ჯიბეში, 1000 დოლარი მინიმუმ რა ვიცი, აი ახლა 1.6 არ იყო კურსი, 1.58, 1.60 იყო. ნუ ეხლა რა ხდება რა არის? მე არ ვიცი, ყველანაირი კუთხით უკან მივდივართ, ყველანაირი კუთხით და ამას თითქოს რაღაცა შემგებლ. აბა ეხლა რამეს ხმას იტყვი, პირიქით რაღაცა, ანუ ინდივიდუალურად ყველას ბიძინა შეგვაშინებს ყოველთვის. როგორც კი ერთად აი ხელი რო ჩავკიდოთ, იგივენაირი ახლა იმ მომენტში შენ მომწოხარ, არ მომწოხარ, ხელი ჩავკიდოთ ამ უსამართლობას თორე ახლა. კაცო ეს რო იძახი დოლარი და ლარიო, ბალი ღირ და ლარი და 30, 22 ლარი ღირს. მართლა ხო ეგრე 27 15, 17, 20, 22 ლარი ხო ეს ეგრეს? კი ბატონო. ლარი და 30 ღირდა რა, 3 კილო ლარი, ბალი. ხო წარმოიდგინე ყველაფერი და ხო და რას ვკითხულობდი იცი და მაღაზია არ მიპასუხე რა. შენია ზატო გაგიჟდნენ თქო რა. ან ნახე 2013-14 წელს პოსტი ხო რა გვიგზალეს. პირობითად ვიძახი. რუსთა 5000 ლარი ჯარიმაზე, აი ეხლა რა მოხდა, რა ხდება ეგეთი რა.
აი მართლა შენ რა აზრი გაქვს? აი რატო არიან გაცოფებულები? ნახე ბიჭო, როგორ კანონებს იღებენ. აქო დაჟე ჯარიმას თუ არ გადაიხთიო, მარტო ყადაღა კი არაო, პატიმრობაში გაგიშებო. შესაძლოა ჩახსნეს პირდაპირ ხო, სასამართლოში. პირდა იქ სასამართლოში, იქ პატიმრობა, იქ სასამართლოს ვერ გადაიღებო, ვერაფერ ვერ უნდა ნახოსო არავინო, რამეს ამოიღებ ხმას მარტო ეხა აქ უნდა ვილაპარაკოთ, რომ როგორი ლამაზია კობახიძე, როგორი თვალწარტაცია. რა არ არის რაღაცინებთ კაცო. მაგაზე თქვენ დაჯარიმდებით 5000 ლარი, ლენე 5000 ლარი დაჯარიმდებით. ანუ კი შენ 10000 ლარი ნორჯერ გაიცინე. ანუ მართლა ეგრეა რა, ეხა უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი კარგად არის. ფულის უკვე ძალიან 15 5 ჯარიმა უნდა შესავი. ხო და აი რატო? აი ხა მე მაგ ვერსია, ჩემი მოსაზრება მაინტერესებს შენი. რატო გადაფსიხდნენ ესენი? აი მართლა აი რატო ლაშხი ხო რა ქვია იმ გოგოს არა მარიამ ლაშხი რატო გადაფსიხდნენ და რატო არის ეს იგი თვითონაც უკვე თვითონ იციან კადრს მიღმა თუ ეს აი კულისებში თვითონაც იციან რომ არიან არალეგიტიმურები ლევან თვითონ უკვე იციან რომ აი არიან და უკვე ესე კომპლექსი აქვს რომ ჩვენ ვიცით რომ არ ვართ მართლა რეალურად ხელისუფალი მაგრამ უკვე ხალხმაც ეს რო არ გაჯდეს ყველაში, იღებენ მართლა რაღაც უკვე არაადამიანურებას, უკვე ანუ როგორ გითხრა ეს რო აი ტორმუზმა გაასხა რა, აი ჟიტკოსმა გაუსხა ბიზნესს, რავი ჩემი დასკვნა ეს არის. ხო, ბიზნეს აი ხო რა, იგივე ბიზნესს რო გაუსხა, ჩათვალეს ყველა იმაში, ჰაერები აღებულია, გასმულებს, შეიძლება გაჭედონ, ხვალე მიიღონ რუსთაველზე გამოსვლა, რავი, დახრეტა ლევან. აი უკვე გაჭედა რა ბიზნესა მე გაჭედა თორე აქ შე როგორ ფიქრობ ახლა ვინმეს თავში აზრად მოვუარა იქ ის ბატონი როგორ იქნება აი ის ბატონი თორე ახლა ხო გეონები არავის აი კითხვის ზედას ყობახიძეს რო უთხრა სხვალე ხდები შენ წყალკანალის რაღაც ზედა მხედელი დიდი მადლობა ბატონო ბიზნესა მე ვარ წყალკანალის ის კი არა რაღაც პრემიერ თვითონაც არიციან ყოველ დილით მესიჯ ელოდებიან აბა ვინ რა აი ამასე გვაჩვენს ბიზნესა და ახლა ბიზნესა არ ვიცი უკვე იმდენად უკვე ყველანაირი შიშის არის გახსნა კარტა ბიზნესს ის უნდა რომ აი სასამართლოს დერეფნებში არსად გაარეთ ჟურნალისტები გაარეთ რუსთაველზე გახვალ 5000 ლარი უკვე კომენტარს ვიღაცაზე დაუწერე რომელიც მართლა 2017-ში ფანტაზია გაგონა რა ის ვინ რაზე დამაჯარიმებს სტატუსი რამე უკვე გინებად იმას ახარ რაღაცა რო თქვა თუ იმათ არ მოეწონებათ აი საგიჟეთში შევდივართ ამას კატასტროფები თქვა წულუკიანმა გავაკრიტიკებ თქვი რომ ეხა რაღაცა მე ესეთი რაღაცა ვთქვი რომ ამ ქალს გვენას მოვაგლეჭკო ნერვები მეშლება ხოლმე ერთი თია ეწულუკიანს დიდი სიამოვნებით ემოყვები მან მინისტრებთან ეზარებს ერთი თია ეწულუკიანთან ერთი კომისია აი ეგ გვინდა ეხა მე რაღაცა ისტორია მინდა რომ მოგაყოლო ოღონდ მანამდე მინდა რომ გაგიზიარო ჩემი აზრი რა და მაყურებელსაც მინდა გაუზიარო და რომ გესმოდეთ რა მე ვიცი მაგათ ასე ჩატში რა ხდება რა როგორი რეალობა აქვს ეს ხო აპოლიტიკური ხალხი ან ხო თავში დაეცათ ხო პარლამენტარობას მინისტრობას ანუ არც ერთი არ არის რომელიცაც პოლიტიკა უკეთებია სხვათა შორის ვინც მიშას ოპოზიციაში იყო ეხა მე ძალიან ბევრი არ მომწონს მათი პოლიტიკური მოღვაწეობა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია იმ ხალხზე, ვინც თავის დროზე ხელისუფლებაში რომ მოიყვანეს ბიძინა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, მერე ამ რუსეთის აგენტურის იმას თავრობაში მოსვლას ხელი შეუწყეს, ხელი აუწიეს, პოლიტპატიმრების სტატუსით გამოუშვეს, ტრისტან წითელაშვილი შევიდა თავდაცვის ბაზაზე და იქ განგაში ზარი არ შემოკრა ადამიანთა ჯგუფმა, ისინი ჩემთვის ძალიან ბევრი პოლიტიკურად დამთავრებულია, მაგრამ ვინც მიშას წინააღმდეგ იყო პოლიტიკოსები ისინი დღეს ბიზნესთან აღარ არიან. აი რო დავიწყოთ ახლა მაგალითად რესპუბლიკელებით, ხიდაშელებით, უსუფაშვილებით ამ ხალხით რო გაყვეთ, ეს ხალხი აღარ არის. ალასანია, ეს ხალხი ვინც პოლიტიკაში იყო და ახლა არ გულისხმობ პოლიტიკურ მეძავებს, არ გულისხმობ რომელმაც ალასანიაც გაყიდეს და იმას ქნეს, რა ქვია, ახლა დღეს გადაპორტირებულები არიან ოცნებაში და უარყვეს თავის დროზე ირაკლი ალასანიას და ამავდროულად. ირაკლი ალასანიაც ნუ აღარ არის ამათან, აი ძიძიგური მაგალითად ახლა არ მომწონდა ეს კაცი, მაგრამ ნუ პოლიტიკოსია ახლა ვერ ეტყვი რომ ახლა პოლიტიკოსი არ არის. ამ ეს ადამიანს აღარ არის მასთან. იგივე ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკური, აი ვისაც პოლიტიკასთან რაღაცა მიშასთან მართლა რაღაცა პოლიტიკური ეკაბესელია თუნდაც ახლა მე არასდროს არ ყოფილი ვარ კარგი წარმოდგენის, მაგრამ რაღაცა წინააღმდეგობას წევდა თავისი პოლიტიკური ის ქონდა რაღაც დროს რაღაცა ანუ პოლიტიკოსებისთვის რაღაცა წითელი ხაზები არსებობს ხოლმე. ეს ხალხი ხა ვინც მოვიდა, არც ეს პოლიტიკოსი არ ხა მარიამ ლაშხი ხო თუ რა მარია არ შემეშალოს ვიღაცა არ არის ხო ხა პოლიტიკოსი და კიდე ვიღაცა ხა
წილოსანი და პოლიტიკა ხო საერთოდ ერთმანეთთან გაულელი თემაა, ხო? რაღაცა კონკრეტული სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა თავში დაეცა ეს დაავადებები და ტვინიანი ქალიც კიდე. ხო. ხო და ნახე რა მინდა რომ გითხრა. ეხლა უყურე ამათ რა პრობლემა აქვს რა? რაში არიან ისა? ესე იგი, სახში რომ მიდის ხელისუფლებაშია, ხელფასია, ბევრი ფული აქვს რაღაცა და ბედნიერად არის. მაგრამ სახში როგორც კი სამეზობლო აი სამეზობლოში რომ მიდის რო გაიარას აი იმ მაღაზიაში სადაც ყველა რაღაცას ყიდულობს წყალს რაღაცა სახლისთვის და ხედავს რომ ის გამყიდველის არ უყურებს კარგად იმიტომ რუსული კანონი რაღაცა ადრე თუ კარგად ესალმებოდა და ეს ეხა რაღაცა ისე უყურებს არ უნდა ამ ადამიანთან ბევრი კონტაქტი რა შეინჭირიმე და გაატარა მე ავიდა მეზობლები ვინც ადრე ეფერებოდა და შეინჭირიმე შეხედა რომ 4-დან აი ლამზირა ბებო აღარ ლამზირა ბებო გამარჯობა უთხრა და გავიდა იმიტომ რომ ლამზირებებო გაბრაზებული არ უნდა კაცო ამ რუსეთში ხო თავისი შვილიშვილები უნდა ნორმალურ ქვეყანაში ავიდა სახში დახვდა ოჯახის წევრი მეუღლე მუთხა რომ იცი რა აი მაგალითად ვამბობ ხა არ მინდა რომელიმეზე კი არა აი მაგალითად ვიღაცა პარლამენტარ ნანაზე ნანა აი იმან რა ქვია ჩვენმა იმან ბიცოლამ დარეკა რომ იმის დეიდაშვილის ქმარს შენზე დაუწერია ეს კომენტარი ძალიან ნერვიულობს და ღელავს გაგიჟდა ეს კაცო მე რა ვიცი რა კომენტარი დაწერა მარტო მაგან კი არ დარეკა ოჯახის აი მეუღლე უნება მაგან კი არ დარეკა მარტო აგე დედაჩემა მითხრა რომ იქ იმას რა ქვია ნელის გოგოს ასე უთქვამს რომ ეგენი რუსები არიან ანუ მე სახში რომ აი არ მინდა კაცო ეს კომენტარები უთხრა იმან რა თქვა რა დაწერა Facebook-ზე მე აღარ მაინტერესებს წამოვიდა სახში შეხედა შვილს და შვილმა უთხრა მე რომ დედა შენზე ესე ლაპარაკობენ რა ესე თქვეს აი ჩემი სკოლის კლასელებმა რაღაცა და ბავშვი უკვე გაღიზი ნერვიულობს დედა აი მასთან მეგობრობ მე და ამბობენ რომ რაღაცა რომ თქვენ ვიღაცას ცემეთ თქვენ ვიღაცა უკანონო ციხეში მისი დეიდაშვილი გოგო გაგიშვიათ ციხეში მე შვედა და ბიჭო დაიძინა გაიღვიძა უნდა გამოვიდეს რესტორანში უნდა წავიდეს იქ ვიღაცამ რაღაცა მიაძახა ან მიუვიდა ტელეფონი და გაგიჟდა ძმაო და აი ნაწამდი ეხა ეს როგორც პლასმასის რა და რო ჟონავდეს და მიაჭირა თითი რაღაც ერთი კანონი მიიღო არ უშველა მეორე მიაჭირა ესე ყველა ხრიდან მე ვეღარ იჭერს გაიგე ესე უჭიროს მე ეხა ეს იმსება აქედან გადმოდის გაგიჟდნენ რა ამიტომ არიან რომ ყველა ესე ხელსადებენ Facebook-ზე კომენტარი არ დაწერო სტატუსი არ დაწერო ხო არა თქვა რესტორანში რომ მივარდე მეზობელმა რამე არ მითხრას თავდაპირველად პირველ მე ვერ დამიძახებ ვერაფერს ანუ ნახე გიჟებივით არიან რა ახლა თავისუფალი ადამიანი დაგინახავს და გეტყვის რომ აი არ ახარ შენ კარგი ადამიანი რა რა შეურაცხყოფა მომაყენე დაიჭირეთ 5000 კანონები დაწერეს გესმის რომ სრულ მდუმარე ეხა რა გონია მაგას პირობითად არ დაწერა ვიღაცაბა და ლამზირა ბებომაც იცის რომ არაფერი არ უნდა უთხრას თორე დააჯარიმებენ შენი აზრით შეუყვარდება ანუ მისმა ბიცოლის დეი კარის მეზობელი რო წერდა ამაზე რაღაცას და გაიგო რომ ეხა ამის გამო და შეუყვარდება ეხა ნახე კიდე ვარ სრულ იზოლაციაშია მასთან ის კი არა კომუნიკაციას მოერიდება ყველა იმიტომ რომ რო ჩათვალოს ამარო შეურაცხყოფა მომაყენა ხო შეიძლება მეზობელს რაღაცით თქმა რომ უნდადეს მაგალითად რჩევის რა ვიცი ხა მე უამრავ მეზობლებთან რო გამოდივართ 10-15 წუთი ვარ ვილაპარაკი არ მოვდივარ კაცო განვიხილავთ იქ რაღაცა პოლიტიკას ეკონომიკას იქ საგარეო ხო იცი ხა ქართველი კაცი ყველა პოლიტიკოსია თავისი იმი და საქართველოზე მეტად განიხილავენ საგარეო პოლიტიკას იქ აზერბაიჯანმა დაიჭირა რუსების ისინი იქ ისრაელი რო იქ შევიდა ლაპარაკობთ კაცო გეტყვი ხაბე აი გუში რო შენ ეთერში იყავი ძალიან კაი იყო ესა და იქნება ამაზეც რაღაცა იმიტომ რომ ხალხს ესა და უსმენ მაგასაც ვერ ეტყვის მეზობელი რატო იცი ცოტა ისე რა ვიცი რომ მიიღო შეურაცხყოფა ძმაო და წავიდეს ბიჭილოს რა ეხა თუ 19 წელს გოგო ჩასვა ციხეში მე რატო ვარ შემსვამი კი ბატონო ანუ ეგ არის ძალიან დიდი ფსიქოზის შედეგი რაშიც ესენი არიან ოღონდ აქედან გამოსავალი აღარ არის აქედან გამოსავალი არა გაქვთ ერთადერთი გამოსავალი უკვე დაგვიანებულია ერთ-ერთი გამოსავალი არის რომ აი ჩაბღაუჭებულ ხელისუფლებას რაღაცნაირად შეეშვათ ხალხს ამოსუნ თქვის საშუალება ბიჭო მოუჭირეს ეს ეხა ოღონდ წელზე კი აღარ მოუჭირეს ეს კამარი წელზე არის გადასულები პირდაპირ ხო და ეს ამ რას ვხვდებიან იცი ბრაზი გადმოდიოდა სოციალურ ქსელში ბრაზი და ვიღაცა წერდა რომ ამალთი დედავატირ ეხა ეს ამიგზალეს ნენელა ეს ბრაზი დაგროვდება ბიჭო თუ ოღონდ ბიძინა დარწმუნებული ვარ ხვდებოდი ეს არის მოკლევადიანი ეს არ არის გზელვადიანი ეს გზელვადიანში მათთვის არის პრობლემა იმიტომ რომ რო ეუნები ადამიანს შენი აზრი არ თქვა გაჩუმდი არ დაწერო არ გამოხოთ საწავა მე ის კი არის იქით ვიძახოდი რომ სოციალურ ქსელები ბიძინა იმაში 10 ჯერ დამთავრდებოდა თქო იმიტომ რომ ამ ბრას ქუჩაში გადმოიტანდა ხალხი ეხლა სოციალურ ქსელში არ სტატუსი რო დებდა
თითქოს აი ეგონა რომ საქმე გააკეთა. ის აქციაზე ხوار მოდიოდა. დაალაიქებდა ფოტოს ან გააზიარებდა და всё იტყოდა ახ ნაცირალა ხელისუფლება ამათი დედავატირე და всё ეხა დედავატირესაც ვეღარ დაწერ. შეიძლება ფოტოს რო გააზიაროს დაიჭიროს და რა გამოსავალი აქვს? ერთადერთი გამოსავალი აჯანყდეს, კაცო. მართლა ერთადერთი გამოსავალი დარჩა რომ აჯანყდეს რა. სხვა დასაცავი აღარ დამჭა, სიტყვას თავს ვეღარ დავიცავ, Facebook-ზე ვეღარ დავწერ, ვიდეოს ვეღარ ჩავწერ, ვეღარ დავალაიკებ, პენსიონერ ქალს ადგენენ და დაუწერეს 2400 ლარი ჯარიმა, ბიჭო რა, სული სიგიჟია და იმას რა ქვია, პაატა ბურჭულაძეს ჩამოართვეს რუსთაველის პრემიის სტიპენდია. ხაი, ხო. 70 რა ჯილდოები. 70 წლის ადამიანს, რომელსაც 150-ზე მეტი ჯილდო აქვს და არის ფილადელფიის საპატიო მოქალაქე, თელავივის საპატიო მოქალაქე, ოდესის საპატიო მოქალაქე და უამრავი ევროპული თუ ქართული ისა რა ქვია ჯილდოები და პრემიები მიღებული. ტიპი წარმოიდგინე ბიძინა რა, დიშოვი, მელკი მაგის ენაზე რა. აი მელკი 5000 ლარიანი 11 თებერვალის ჯარიმა. ხო, ჯარიმე 70-იანი. ჯარიმები ხო მიუტანა, ხო დაუყადაღა, კაცო, ეგ კიდე დაუყადაღა ეგ და დააყადაღების და იმის ამ მელკი ბესპრიზელშიკმა კაცმა ადგა და რუსთაველის პრემია იმას რა ქვია პაატა ბურჭულაძე ჩამოართვა. პაატა ბურჭულაძე ჩამოართვა რუსთაველის პრემია და ზარქუ აიღებს თვის ბოლოს პრემიას, ხო? ესე რომ ვთქვათ, პრემია არ არის ხელფას 14000 ლარ ხელფას აიღებს, ეხა წარმოგიდგენია რა ქვეყანაში ცხოვრობ. ეს არის ჩემი მოსაზრება ამათი რატო არიან გაგიჟებულები და ეხა მინდა რომ ისტორიები რა ისა ერთი ისტორია დაახლოებით რაღაცა დონეზე მოყოლილი გაქვს რა, მაგრამ მინდა რომ ერთი შენ რომელიც დღესაც რომ მიდივარ პატრონთან და კრიმინალურთან ერთად ხო მიშას ეგ რამდენიმე ისტორია მინდა რომ მოგვიყვეთ და ხალხი ცოტა იმას აქვთ რა რომ ეს თუ დავინახე შუაღამით დგას კრიმინალური პოლიცია და ზიან შიგნიდან დაქოქილია მანქანა როგორც მწყურვალებიდის წყლის დასალევად ისე მიდივარ მე მაგაცთან მიშას ხმაზე მაგაცები რომ თხოვენ სადმისარში არის დგას რა როგორია კანცელარიის წინ დგას 4-ის ნახევარია შუაღამი და ვაჩერებ ჩემ მანქანას და მივდივარ მიშას ენაბიჯებით ფანჯერაზე უკაგონებ 4-ვე ფანჯერა იწევა და გაბრაზებული მიშას ხმაზე აი ერთადერთი ამათ ტვინებს ალღოს გადმოდი ჩემი ნაყიდია აი ხაბე მანდე მართება თან ვეუნები რაც რო გადმოდის ვესაუბრები ამას კაია ხო კლიმატ კონტროლი ხო კაია კომფორტიც ყველაფერი ხო დავტო აი გადმოვედი და დაგიტოვე და სადამ ჩავიბარებდი თქვენს უწყებას თუ იცით ეხლა შუშა ხო ჩამოწი კნოპკით მეთქი ხო კარგი ეხლა რო აციო ისე იმ კნოპკას უნდა დააჭირო მე რო ჩავიბარე თქვენ უწყება იატურკა საძრობდი ესე ჩავიწი ხო ესე იყო მე მინახავს კი ეგრე იყო უბნებში 0 ჩესტები დადიოდა და აბა მოდი თან აწევათ უნდა და რაღაცა უნდა ამოეძროთ რითაც ეჭირა ის მინა აქედან ეხლა აქ მოვედით პატრული რომ მაჩერებს ვეუნები გადავდივარ რაღაც მიშას ხმაზე აი ძალიან ეკარგე დამოკიდებულება მაქვს და ვეუნები პატრულს ხვალე აბარებს მენას თუ არა მეთქი იმიტომ რომ დღეს ხო ხარ ეხლა შუაღამით ეგამაჩერე მე არ მომწმენ სიმთვრალეზე ჩემი თხოვნა რომ ამათ ყველას მეუბნები რომ გადამოწმოთ პრეზიდენტი მე მართო საჭეს ფხიზლად გჯერა ბატონო პრეზიდენტო ხვალე აბარებს მენას თუ არა ვაბარე ბატონო პრეზიდენტო უფრო ახლოს მიდივარ რატო არ აბარებს ბიზნესმენას რიჯ იგივენაირი არის ის ფორმის გახდა მე ჩავიწი 2004-ში ტალახიანი სუნიანი ფორმა იმიტომ რომ შევარაძე მე ეს გადმომაბარა 2012-ში მე ვეშულკაზე ჩამოკიდე ძალიან მშვიდად ანუ აზრობრივად ის ძალაუფლების ფორმა შენ თუ ხვალე არ გადააბარეს მენა ზეგაც უძინარი გამოხვედი გარე და პატრულის მანქანიდან ვერავინ აი იგივენაირად იქცევა დღეს მეთქი ბიძინა აი ეს თავჩახრილი უმრავლესობა ესე მისმეს იმიტომ რომ იმ იუმორით იმით ერთადერთი ახლა და სულ ადრე აი იმას ვამბობ ჩვენ რო საუბრობდით რომ არა მაგასე როგორ იკადრებს ბიზნეს მაგას სულ ვამბობ 10 წელს უკან აი ვამბობთ ესენი მალე მეთქი მიშას ხმასას აბეკრძალავენ მეთქი შეიძლება კანონი მიიღონ პარლამენტ აი თუ რა 10 წელს უკან რო ყველგან ამას ვამბობთ და კაი რა მიშა შენთან ვინ მოა მიშას ხმას მიიღებენ თან მარტო ერთი ემოსმენით რომ მიშას ხმას ვინც მიამსგავსებს 50000 ლარი. კი ბატონო. 25 ხო დაგიწერეს ამიშოლობა აქ. მაგითო ჯიან კაცო ეხა ეგეთი რაღაცეებია რა. ეხა ის ორი ჯარიმა ზატო მოგივიდა. იქაც ეხლა თუნდაც ღარიბაშვილი რომ 2013 წლის აი ეს ისტორია მინდა რომ მოყვე რა 2013 წლის ამბავი რა. ახალი წასულია. მიშას ხელისუფლება, მაგრამ მიშა პრეზიდენტია. ხო, მიშა პრეზიდენტია 2 თვე ნახევარი ვადა აქვს ჯერ მიშას აგვისტოს, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერში იყო ინაუგურაცია მარგულას 17 ნოემბერი გუშინელი დღესავით მახსოვს. 17 ნოემბერი.
17 ნოემბერი და არის 3 აგვისტო. 3 აგვისტო. ჩასული ვარ თან მიშა მაგდროს აკეთებს სულ ყოველდღე რაღაცა ხდება ტურისტები ჩადიან ანაკლია განმუხური შუაში ხატია ბუნიათიშვილს რაღაც რო დააკრევინა და ყოველი დღე იყო რომ რაღაცა ახალი კეთება ჩვენ ქვეყანაში. ეს ზარქუამდე ვერასოდეს ვერ დავახაბერო მიშას ფუფუნება იყო რომ აი რაღაცა მიემატა ერთი რაღაცა პალმა თუ მიემატებოდა ანაკლიაში ბავშვები თუ ხაროდა. ამათ უნდა რომ თავიანთ ეზოში თავიანთ დოლათებში თორე ერთხელ მაინც რო ნახონ ყვარელში 40 კვადრატული ოთახი მქონდა და პატარა ვენახი. ჩემი სიმდიდრე იყო იქ ბათუმში რაღაც ეს ამათი დონემდე ვერ დავეხა. ვოლსკის სახლი რო ნახო დარწმუნებული რა აუზი აქვს. აუზი ხაბე მე ხო ამათვის თან ვერც ვაჯერებდი ხალხს. მოკროვილი კიბები ნახე? აი 2013-ში მიშა რო ჩამეყვანა ნანუკა შოუ პირველად რო გამოვშდი მიშასთან ერთად ვანო შოუში და რო დამიბარ და რო გამიცნო ბევრი მე აი ჩემთვის ახლობილი ადამიანები მეუნებოდნენ რომ მაგარი აუზი ქონდა ხო ყვარელში აუზი საერთოდ არა მაქვს ანუ ვერ შევაგნებინე ამ მიშას აუზი იყო თუ რაღაც ეკეთებოდა ახალი ბავშვების ეს ახლა მეუნები ამ ბოლო პერიოდში უკვე დავიჭირე რა პატარა ბავშვები სადაც რომ სოფელში ჩავდივარ თუ ქალაქში შემოვიკრება ხოლმე და მეუნები ანაკლის გეგმოს ბავშვებს. აი ეს თავისვა ხოლმე ზოგი ტალახიანი ვა მიშა ჩამოვისვა. აბა თქვენ მშობლებს უთხარი ანაკლია გაქვთ და ხით თუ არა ხრებს ის შეჩავენ ბავშვები. აი ესა ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია პოლიტიკოსი მისმენს ახლა თუ არა პოლიტიკოსი აი ბავშვი რომელიც ჩემი მიზანი იყო რომ ის რაღაც ჩასულიყვნენ აი 2014-ში 15-ში მიშა უკვე 2-3 წლის ეწასული იყო კახელი ბავშვი მეუნებოდა რომ ანაკლიაში დავდიოდიო და ნეტა კიდე როდის ეჩავალო. ის დაწუნებული ვარ, ხო? ბანაკები რო იყო, ყველა კუთხიდან ეჩადიოდნენ რაღაც იყო 1000-ნაირი რაღაც ის იყო, ანუ გასართობი ცენტრები, ხო? ყველანაირად მოწყდა, ბიზნესი ახლა დახავსებულია დღეს ჩერნობილში გეგვინება თავი, ახლა ოქროს საწმისში შესაძლოა. ხეები ამოსული. ყველა პალმა, ანუ ხეებია შენ დამოსული მართლა შენ სასტუმროში ხარ რა ისტორიასაც ყვებით 13 სადაც 2013 წლის 3 აგვისტოს შუაღამით რო შევედი ის შესასვლელი საერთოდ ახლა ვერ ვიცანი ამ დღეს უკვე ნახე ფოტო მე თქვი აი ზუსტად იქ აი ქვეყანას ამსგავსეს ბიძინა მეთქი მაგას და როგორი ახლა ვზივარ ბუნგალოში ბიჭო კონსტიტუციით მიშა პრეზიდენტია და იქ გავიგერო შემოდის ჩვენი ანუ რომ თავდება განმხური საზღვარი ქართული საგუშაგოს პოლიციელი კვადროციკლით შემოდის ხოლმე ამ ბუნგალოში და ხშირად ლუც მიირთმევს ხოლმე და დამინახა მე და ბატონო პრეზიდენტო და იქ სხვადასხვა უკვე გაბრაზებული იმ დროს ხდებოდი უკვე ვინები იყვნენ უკვე ესო დაიცავით პრეზიდენტი მეთქი 2 თვენახევარი მაქვს ჯერ კიდევ ვადა მეთქი და არ შორდება ბუნგალოს არ შორდება და მე რაც უთხრეს რომ წამოსასვლელი ხარ და მოვიდა და მაბარებს პატაკს რაღაც ეს სიყვარული ბატონო პრეზიდენტო მე დილამდე უნდა ვიყო ოქროს საწმისში ჩემი გაშინებული ოქროს საწმისი მინისტრი არისო ჩამოსულიო რეგიონალური კრიმინალური პოლიციელებთან ერთად და ამაზე მინ შეუშვებს ახლა ოქროს საწმისში ამან გარეთ უნდა იაროს ამ და წავიდა ეს მიცხრას მე თქვი ისინი ცალ-ცალკე ჩემ მტერმა ნახე მინისტრი ღარიბაშვილია მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა მინისტრი ბიძინა პრემიერი მიშა პრეზიდენტი მე თქვი ეს მომენტი ახლა შანსი ერთხელ გეძლება მე თქვი აქ ახლა უნდა მივიდე ვერავინ ვერ გაიგებს ახლა იმ მომენტში ახლა არც იყო ეს ფუფუნება სად იყო რომ დაპოსტო და რამე რო ახლა ფანრიანი ორკარტიანი ნოკია მაქვს და პირდაპირ წავედი ზმაკაცე გავიყოლე ციფრული ფოტოაპარატით თან ეს ანუ შუტკაც არის რომ პირადი ჩემი ფოტოგრაფია დამწყობა ყველგან. всё. და მივიდივარ და მიშაზე ნაბიჯებით გავაჭირდო ხედავ სპეცრაზ მიდგას ორი ადამიანი ამ განმუხურიდან ანაკლეში რო გადავხედე ამ ხიდზე. თვალწინეთ და მიდგა ხატი ახლა უკრავდა მეთქი. ეს სპეცრაზი ზუსტად იქ დგას. ახლა აქედანვე იწყება ეს სიგნალები რომ ჩამოუშვით ახლა მე ამიტომ არა მიშენებია რომ აქ ვიღაცები ეძადგნენ მეთქი აქ რაღაც სნაიპერები მიყურებს იმიტომ რომ მთელი უსაფრთხო ბიძინა და ბერას გარდა ყველას ის ხარ. ოქროს საწმისში. არაფერი ხელი არ ვქრათ აუ და უკანი გამოპრენ ამათაც აინტერესებს ახლა ეს სცენა მე რო შევალ და იქ რა მოხდება და მივედი მთელი ეს მძღოლები ახლა ყველა ზევით 200 ადამიანი და 200 ადამიანი მძღოლი ლენდკრუიზერი თან დაქოქილები ქვევით არიან მანქანას არის კლიმატ კონტროლია ყველანი ესენი შემომეგებრო ზოგი ფანარს ანათებს სიბნელეში ყვირივარ მიშას ხმით აგრეები აგიტეხოთ მეთქეთ ჩემი ექსკორტით არ შემოდიო რა ხმეთქი და რომ შემომანათეს აი აუტყდა ციცილი გაიწინან, იმიტომ რომ ახლა მაინც კი მოგწონს არ მოგწონს პრეზიდენტი არის. თან ვერ ვხედავენ და რო დამინახეს, აინტერესებს ნახევარზე მეტი შიგნით შევარდა და გავაჩერე ყველა რომ მინისტრს ეგაცნობა მინდა მეთქი ახლა იქ არ მისულა არც ყვერილი და არაფერი. იქ ერთადერთი ახლა არის იარაღი, მიშას ხმა, წერტილი. შევდივარ და მეორე სართულზე ზიან.
მიდის ბიზნესზე სათხეგრძელო. თუ როგორ აი ერი გადაარჩინა. აუ, რა всё, ჩვენი ბიზნესა და არ მაინტერესებს ხა ვინ ამბობს, რომელი კუთხის რაღაცა კრიმინალური პოლიციის უფროსობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აი იმის არ იყოს კლიმატ კონტროლი, ანუ რა სისტემა დაუტოვე ამათ და ქვევიზიან ზუგდიდის ქუჩის მუსიკოსები. გაჩუმებული პესიზიან, რომ სათხეგრძელოს ელოდებიან ვიღაცა იტყვის ბიზნესს უნდა სათხეგრძელოს, მე ანიშნებენ დაუკარი სიმღერა მე ესწავლებენ. ამათ მეუბნები რომ მიკროფონი უშნურო გადმომიგდეს და მე არ ვჩარბარ ახლა. აბაც მე ბანაკლია მოგწონ თუ არა? აი ხაბე იქ განახა. მე აი თან ამ ისტორიის დროს მინდა რომ თან მიმართო გახარია და ლელოს. ნახე, თან ისტორია თან ის რო გენახათ იგრა ხდებოდა თვითმმართველობის საერთაშორისო არ მიღე. იგრაც ხდებოდა. всё მე ახლა ვარ ერთადერთი არაფერი всё მიშას ხმით და მოაწყდნენ აივანს. ყველა აბარა ხდებოდა იქ ირაკლი მეძახის რომ ამოდი მიშა როგორ მახსოვს? ამოდი ჯერ კიდე პრეზიდენტი ხარო. ეხლა ეს ირაკლიმ რომც არ მიცხრას მე ახლა ავდივარ ზევით თან ესით ამამით მიშას ესით ამამით რომ ავდივარ პირველი არ მივარდი ირაკლის. ხო. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ჩემ და გულდა ესატკენად ძალიან ბევრი ავარდებოდა და პირდაპირ მივარდებოდა ირაკლისთან. იქ ანუ ისით ამამეთ უნდა გაუშვა თუ აკეთებ ბოლომდე მიშას ხმის იმპროვიზაციის ძალა რო ავდივარ როგორც ქართლოსი შეიძლება იმისულიყავი არც მაგდროს არ ვარ დარწმუნებული მაგრამ თუ ადიხარ მან და რო ავდივარ ირაკლი ემზადება ის ადამიანი ემზადება რომ ხელი რო ჩამოგართოს და მე დავიწყებ პირველივე მაგედი და გავარჩევს ვიღაცას ემერწები გავარჩევს რომელი რეგიონიდან ვიღაცა მეტყვი ძალიან მაგარი სხვათა შორის ძალიან მაგარი პროექტები მქონდა ყველასთან ინდივიდუალურად ეუბნები ეხლა ნახე რო დავჭექი ეხლა ირაკლი მინისტრებს დაურეკაო ხაბე ყველა მინისტრს ბუნებრივია ის აზრობრივი შუტკის შოლტი უნდა დაარტყა რასაც ის იმსახურებს რასაც ის ემსახურება კონკრეტულად და პირველი იყო არჩილ კბილაშვილი გენერალური პროკურორი ოცნების გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი ეს ყველა მისის უკლებლივ დღესაც ვინც არიან მოქმედი სამართლებში რუსიან კარგად ემოკალათებული ემაგიდებს აბა კარგად გაიხსენეთ 2013 წლის 3 აგვისტოს 12-ის ნახევარზე მე რო შემოვედი 4 აგვისტოს შემოვიდა კონსტიტუციურად პრეზიდენტთან ერთად მაგდროს ყველა მიცის ეს დავიწყეთ ახლა მაგედან ეს იყო ჩემთვის ყველა და მაგის მერე რო საერთოდ მიშას ხმა რო წამსლოდა მიღირდა იმ საღამოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ 200 ჩემამ ტერმა ნახე ესენი კაბინეტები ერთად მეჯ და ირაკლისთან ერთად და დავიწყეთ ახლა всё დავიწყეთ გენერალური პროკურორი შიში არანაირი არა იმიტომ რომ ვინ უნდა დამიჭიროს ყველანი აგზია და დავიწყეს არიღებს არჩილ კბილაშვილი არიღებს ვიცი დღესაც არ თუ მიყურებს გაიხსენებს რომ უცხო ნომერს არ უპასუხა და მე დამარეკინა ირაკლემ მისი ტელეფონი თვითონ урეკავს ხო урეკავს ეს ანუ მიშას უნდა შენთან საუბარი მე ამასთან არ მინდა რაღაცა საუბარი იქეთ და ეგადმომაწოდა მე ტელეფონი. ეხლა გულში ფიქრობ იქეთ წამიერად რომ ეხლა გამახსენდა იმ მომენტში გამახსენდა რომ არჩილ კბილაშვილი არ მოდიოდა უშიშრობის სასაბჭოზე მიშასთან. ხო მიშასთან ცხონებული ხადური ერთხელ იყო ამოსული ერთხელ არ იყო მგონი ღარიბაც ერთხელ იყო მოკლედ რა ვითომ არ აქცევდნენ ყურადღებას პრეზიდენტი როგორ ემართავს კონსტიტუციას ევალება რომ გამართოს მაგრამ არ აღიარებენ და არ ადიან. ვითომ აი ბიზნესთან იწერენ ქულებს აი ხედავ მიშან დაგვიბარა და არავედი და რამე რატო არ მოდიხარ მე უშიშრობის სასაბჭოზე ჯერ პირველი კითხვა ეს იყო ანაკლისში ხარ თუ არა ნაყოფი არც მიოცალ მეგრევე გადავიდი კითხოს და არა ბატონო პრეზიდენტო მოიცე რაღაცა რომ მოხდეს გენერალური პროკურორი კომპასით უნდა მოაგრო ანაკლია მეთქი ეს არის ძალიან დიდი სიცხვილე მეთქი მოკლედ რატო არ მოდიხარ მე უშიშრობის სასაბჭოზე რაღაცნაირ ფურცონით რაღაც ცოტა 10 წამიანი დუმილის მერე ბატონო პრეზიდენტო მეო არ მევალებაო რომ დავესწრო უშიშრობის სასაბჭოზე 8 მინისტრიდან თუ ამოდის 3 მარტო იმიტომ უნდა მოხვიდე 5 საწავიდო 5 საწავიდო და ნუ ამაზეც არაფერი ეს იმით რომ მოკლედ ახლა ჯანაშე დაგირეკავს და ბრონი ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას მიშა ყველა კროპკას აჭერს ხელს პრეზიდენტია აქ მანდვინცის არავის არ აქვს ხო უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა მიშა ვარ ვაცხადებ საგანგებო კროპკას აჭერს საგანგებო მდგომარეობა თვითონ იქაც ეგავგოთ ეს რო უთხარი საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ ყველამ თავი ქვევით ჩაწია უყვართ არ უყვართ ახლა იმ მომენტში მიშა მე გამოაცხადე საგანგებო ბრონი რეპლიკატერი ბათუმიდან ჩამოდი შენ მანამდე ვერტალიოტით ჩამოგიყვანს ჯანაშე და ჩემი ბრძანებით მიდივართ აფხაზეთში მეშე და ირაკლი მეთქი 30 წამი ხმა რა მოუღია ხა
ერთადერთი რაც მითხრა ბატონო პრეზიდენტო ეხლა ამის დრო დამიჩერე არ არის აბარი ის როა ჩემი დაჭერის როა და ისო პაუზა 30 წამი თქვენი დაჭერა მიაზრეთაც არ მომსვლია და მაგას გადაყვას ახლა თუ არ და აი ზუსტად ვატო ფაკაზე გაიჩიტა უცბა აუ კაია შო და ამის მერე როგორია რაღაც გადის 2 კვირა და აი ახლა განათლების მინისტრი რომელიც პოდიუმზე ძრო მოიყვანეს მე აღარა ვარ განათლების მინისტრი დიდი მადლობა ბატონო აი მანდ გამოვიდა არჩევნებში 2 კვირის მერე სახში აბადუხე ყავა და ყური აი რუსთავიერობდა რა 6-10-იან ყურიერი როგორ მახსოვს რა ხდება არჩილი კვილაშვილი დიდი მადლობა ბატონო წავედი დიდი მადლობა მე წავედი სამოქალაქო სექტორში ფაქტობრივად გადააყენე სამოქალაქო სექტორში შემდეგ ის არ იყო ხათუნა გოგოლაძე თუ არ ხდები ანუ თითქოს ყველასთან ვერ გავედით წულუკიანთან ხო წულუკიანთან და ფანჯიკიძე მაგდროს ხო საკითხო მინისტრი და წულუკიანთან ანუ არ შედგა ტელეფონი ეგათიშვილი ქონდა თეას არ ვაიღო ის მოსაპირედი აი ხა იმ მომენტში ისე ვიყავი ყველასთან წყურო და ყველასა რო დამერეკა აი ხა დღეს მეშლება ენერგიები აი ირაკლის უნდა მოეცა ნომერი და ბიზნესთან უნდა დამერეკა მან იზირა ისე მაგრამ ხა ეს მაგას გაუბედავდა კაცო ბატო ბიზნეს მაგას ვერ გაუბედავდა დანარჩენი კი ბატონო ყველა ხათუნა გოგოლაძეს როგორ მახსოვს დაიცა რეგიონის დაიცა ხათუნა გოგოლაძეს უთხარი ეგეც მოხსნილი ყავს როგორ ჩანს არ მახსოვს ვინ არის აი ხო აი ისეთი აბსურდული მინისტრები ყოლია და დღემდე ყავს არ ვიცი ხო არის სახელი და გვარი თორე ის რის მინისტრია რა უთხარი რაო ხათუნა ანუ მაგდროს ეხლა ვიგეტყვი რა უთხარი ბორჯომის ხეთყეობა შემდეგ წლებში უფრო გადაიწვა ცოტა ფართოდ და მანამდე ცოტა პატრე ლოკალიზება იყო პატრე ცეცხლი ჯერ არ იყო ჩამქრალი და მაგას ვეუნები უცბად იმიტომ რომ არჩილი კვილაშვილის მერე ზარი მაგასთან ეგახორხებდა შუაღამია და ხათუნასთან გავიდა ვიღაცა ტიპი მოვიდა მომაწოდეს ტელეფონი და უცბად ეგრევე მე არ ვიცოდი ეგრევე უცბად ეხლა მიშას ხმაზე და შევეც ერდოღანს ეხლა ვესაუბრე მეთქი ბორჯომში ვარ მეთქი უცბად ვეუნები გამოგიგზავნა საჩუქრად 2 თვითმფრინავით რომელიც და რო აქრობენ რა დღეს. შეუწოდ მიშამე დააკერა ერდოღანი და მინდა რომ ჩემს გვერდზე იყო და ინტერვიუებს აძლევდა მეთქი აგ იმიტომ რა ქარიან ჩამოსული BBC და რაღაცებს ვიგონებ ბატონო პრეზიდენტო ეს ყველას ესმის. ოჯახთან ერთად სურამში ვისვენებო და მე ფიზიკურად ვერ მოვალო. ყვამლიც არ გაწუხებს ეხლა დასვენება იქნება? ანუ ეხლა თუ როდის უნდა დაისვენო? ეხლა მაგის აი როგორი ხო ანუ ყველა თითქმის მინისტრს ებესაუბრე რა ყველა თითქმის და გაგიჟდე მან და ყოველი ზარის მერე მან იყო გაურკვევლობის იზრო არის რა რომ აი დენთა მინისტრი მაგდროს არ მახსოვს მართლა ანუ მიშას მარო გაიგო 3 დღე ტელეფონიდან კარტა მოიღო всё არა და მე ამაზე გიждდებოდი რა ანუ ჩემთან ერთ ამბებზე რო არიან გონო მიშას აგერ ხმა გაიგეს კონსტიტუციით არის პრეზიდენტი ზოგმა ტელეფონი მარტო კი არ გათიშა კარტაც ამოიღო მიშას ხმა ვაფშე რო არ გაიგოს და ისე ცალკე ალბათ მაგიზა მიშას გინებაში აგერა მიშა მიდი აბა თქვი რამე იმ დროს ერა ემართებოდა 2 თვე მქონდა კაცე დარჩენება და მიდის მიშა წარმედინა მოდის ეთამიან ტიპ წყალებში პრეზიდენტი ხო ეხლა და ეგაც არის რომ აი თუნდაც კითხვა ნახე ეხლა მარგულაშვილმა თუ რამე კითხვა შეუბრუნა ბიძინას ან სალომე ზურაბიშვილმა ეხლა ყავს ისეთი პრეზიდენტი ეს შეიწყალე სო ის ხო არ დაუსვათ ვინ უნდა შევიწყოლოსო ან არა საგიჟეთში ვარ თქო მართლა უკვე მივიდივართ იქამდე რომ თქვა ამ კაცმა ქვეყანაში მოაწყო ჩაოლებრივ ესაგიჟებს სო ჩაოლებრივ მე არ ვიცი იმ მტკიცებს ყველაფერს აი თავისი პრინციპით უყურებს ეზოს პრინციპით სო არა ბიჭო აი როგორ არის ცი ბესპრიზელში ტიპები ხო იცი ეგეთი ტიპია უბრალოდ შავალ კოსტუმშია გამოწყობილი რა და ჩვენ რო შეხედავ გარედან რა მაინც შავალ კოსტუმიანი ტიპია და გონია რომ ადეკვატური და ნორმალურია და რეალობაში არ არის ადეკვატური და ნორმალური კაცო აბსოლუტური კრიმინალია თუ აქამდე რამეს არ აკეთებდა იმიტომ რომ წეღარ რო თქვი ტორმუზიო რა ტორმუზი ქონდა რომ სანქცია ეხა არ დამიწეს ბევრი ფული აქვს და ეგ აფერხებდა რომ ეს ფული ვინმე არ წამართვას არ დამისანქციროს და ეხა როცა დასანქცირებულია და 4 მილიარდი ფაქტობრივად გაჩერებული აქვს ხო მაგ ტორმუზმა გაუსხა და არის ის იქცევა ისე როგორიც არის ანუ ეგეთია რა ბესპრიზელში კი ტიპია რომელიც ზალაუფლებაში ყოფნის დროს იმას დახვრეტა ის დარწმუნებული როგორიც და ჩააყუდეთ კაცო ეგენი ჩააყუდეთ ანუ ხა ეს პოლიტიკოსები ხოვა
ჩვენ ხო უყურებთ რომ ეხლა ამას არ გააკეთებს დასავლეთისთვის იმას გააკეთებს საერთოდ არ აინტერესებს რა აგერ გუჩნე ხო წამოსდეს ზარქუას უკვე აი ელჩების გაძევებამდე რომ მივიდნენ არ წამოწდა ხო ყველაფერი არის იგივე ისე რა მაგათან ესე იგი ჩატში გუში ვსაუბრობდი რა ანუ ბიზნეს ეწამოწნობა ზარქუას პირით ბიზნეს ეწამოწნობა მან როგორ არის აი ნახე ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე რომ რაღაცა ესე თქვა იმან მან არ არის ეგრე შემთხვევით არაფერი არ ხდება ჩატში ჩაიწერება ესეთი რაღაც სამთორმო მედიის თემა SSS სამი სავარაუდო პასუხი SSS ამ ჩარჩოდან გასვლის უფლება არ აქვს ოპოზიციის კითხვა SSS თემა რა არის ხა თუ რამე ექსკლუზივია იმაზე ეუბნებიან რომ არ გაჩერდნენ და გარბიან და არ ელაპარაკებიან მე მოიფიქრებენ პასუხს გამოჩნდებიან ეს წინასაც ჩაწერილია შემდეგ არის გასატესტი ეს თემები ელჩებთან დაკავშირებული რაღაც ეს განცხადება უნდა გაკეთოს გასატესტი ისა და ვინ აკეთებს ამას ზარქუა სოზარ სუბარი აბა ხა შედარებით ესე ტიპებს აკეთებინებენ რა ანუ და თქვას გურამ მაჭარაშვილი ისა ანუ დახარისხებული აქვთ და ზუსტად ყველა ჯერზე იციან რა უნდა თქვან ანუ მაგათ არ აქვს თავისუფალი მოძრაობის ეხა მე რო აქვს მზივარ რაღაცებს ლაპარაკობ ეხა რო უთხრა რომელიმეს რომ მოდი ხო შეიძლება გონია რომ გაგიქაჩავს და მოვიდეს ვინ გამოუშვეს ბიჭო ვინ ვინ დაალაპარაკე აქ მოვა დახვრიტავენ ეგრევე რა ვინ გითხრა საწახვედი რა უპასუხე რატო უპასუხე მაგათ თავისუფლება აბსოლუტურად შეზღუდული აქვს ეგ ტიპები ჩათვალე რომ მძევლად არიან ოღონდ ნებით თორე იმ ანუ ჰეროკრატიაზე ესე იგი 2014 ხო უნდა და ბიზნესზე რომ მიიღო მონაწილეობა ხო იმ ღვარძლიან სისაძაგლეში ახლა ხო წარმოიდგინე ხო 2014-ში რაღაც ერთ სერიაში $10,000 ხო და იქ ახლა შენ ხაინდრავა ანუ ხო ხდები всё და მან დღეში რეკავდა 30 ჟურნალისტი მირეკავდა და 30-ის მიშას ხმაზე ვეუბნებოდი ამის რეჟისორი მე რო ვიყო მეთქი ხო აბსურდია ხო ბუნებრივია უარსები ტყვი მეთქი და მე ნანოკამაც მიმიწვია ანუ ის ღვარდი მე ხო მიწევს ახლა ამ სერიალში მივიღო მონაწილეობა უნდა ჩავიდე გურიაში კახეთში სამეგრელოში იქ რომ მოვა მიშა სამომრჩეველი ჩოლები იმიტომ თუ ხალხმა თქვა და იმ ხელისუფლებას უთხრა რომ არა და ჩვენ გვიდა ბიზინა ისევ ის ღვარდლისე გახსენება თან ახლა ბიზნესი რომ უნდა ყველა სერიაში ყველაზე დიდი სისაძაგლით უნდა მეთამაშა თუნდაც ისე პატიმრების ციხეებში იქნებოდა გადაღება თუ თან ავლაბრის რეზიდენციას მე და ხაინდრავაზე დაგვითმობდა და სისაძაგლის აი რაღაც ეკულმინაცია უარი იმიტომ რომ მან თითოეული ემოციური აი სისხლიანი ფული იყო ხაბე სისხლიანი რომ აი ღვარდლში თან ისეთი თან ყველაზე ანუ ვეუბნებოდი მივიღებ ისეთ ფილმში მონაწილეობას რომ აი ერთი სერია რო დამთავრდება აი ქართულმა ხალხმა რა დგას როდის დაიწყება მეორე სერია რომ დაელოდოს იმ სიყვარულით იმ ღიმილით მას არსად არ იქნებოდა გაღიმება იქნებოდა ღვარძლი ციხე ანუ აი ისევ ის და თან უნდა და ბიზნეს რომ ვინ აი მოდი მიშათე შოფუთო და დავაი წავიდე და ბიზნეს ამაში ფულზე გადაგიხდე შენ ღვარძლია რამე თუ სისხლიანი ის არის მიდი სერია 200 სერიათან 2 მილიონზე იყო საუბარი და მაგას ატუაკეთებდა კაცო ეგ არც იფიქრო ხო ფიქრი სულ შემოდიოდა ბიჭა არც იფიქრო ეგეც ხო რუსული ის არის რა ანუ ამბავი რა არის ბიძინა როგორიც არის ხო ზუსტად იგივეს გაბრალებს შენ რა თქმა უნდა თელი პროპაგანდა რუსული პროპაგანდა დგას მაგაზე ანუ თვითონ ხო არიან ვიღაცის ქვეყანაში შედიან რაღაცა კლავენ რაკეტას ესვრიან ოკუპაციას იქით აბრალებენ. ეხლა ხო ნახე იქ სალავიოვი დგას და იქ აზერბაიჯანელებს ემუქრება. ჩვენ ესე ნახე თვითონ როგორიც არის, იმას გაბრალებს. თავიდან რაც ძახოდა. მე ყველაზე დიდი ევროპელი ვარ, აი ევროპასაც გავაკვირება, აი რა პროდოსალური ლიდერი ვარ, აი რა და იქ წულუკიანი საფრანგეთში და ვიღაცებ და ამბობდა რომ მე აი პროდოსალური ლიდერი ვარ. უყურე ანუ ის ამბობდა რომ მე პროდოსალური ვარ. მიშასო ხელს არ ართმევენო. გახსოვს კამპანია ქონდათ, რომ უცხოელები მიშას არ ელაპარაკებიან. ეს იყო 2012 წლის არჩევნო კამპანია, რომ მორჩა უცხოელები თურმე არ დღეს რა ხდება ხო ხედავ? მაშინ იძახოდნენ თურმე ეხა ამბობენ რომ არა მიშა არის უცხო deep state-ია მიშაო ფაქტობრივად რა. მაშინ სხვანაირ დამოვდნენ. ნახე მიშა არისო ცუდიკაციო. ბოროტობებს აკეთებსო. რა ამაზე დიდი სიბოროტე რა გინდა კაცო. კორუფცია, ხალხო პული მოკპარეს, აი ყურძენი ლარი როგორის რა ყურძენი გავიდა რამდენი წელი და ყველაფერი გაძვირდა ყურძნის გარდა. ყველაფერი გაძვირდა ყურძნის გარდა. ანუ ეგეც შემოტრიალებული. მართლა კორუმპირებულები, მართლა ისა, ანუ ყველაფერს იმას გაბრალებს შენ რასაც თვითონ ჩამდეი და გამკეთებელი და აკეთებს. კი ბატონო, აი თვითმმართველობაზე გამახსენდა. ეხლა უმეტეს ბირჟებზე საქართველოში სადმე თუ ნარს თუ არა ყველა ბირჟაზე დომინოს თითქმის ყველგან ეთამაშებენ. რომ მიდერ ეხლა თუ პარაში არიან იქ მიშას იმით აი ერთ შუტკას ვაკეთებ ხოლმე მაგას დაძაბულია იქ ურტყავენ ვიღაცა 15 დატერე რაღაცა და აი ზუსტად აი
ეს არის ჩვეულებრივ საარჩევნო კომისია, ხო ითვლიან იქა 15, 10 ჩამოგდე ჩემი 10. 4 არის. თუ არა ყავს პუსტას რო დაუდო, გავიარე უნდა თქვა. და ვიღაცამ თქვა მე ველოდები ისეთთან მივდივარ, რომ ვიღაცამ თქვა გავიარეო. და ხო თქვა, აუ გავიარე. მოიცა რა გაიარე კაცო. ამას ავიღებ და 5-იანს უდებ 6-იანს. ყველა ამბობს, ესე მიდი თვითმმართველობის არჩევნებია ესე. ანუ აი ამანზე დაждები რომ ბიზნეს არა აქვს. ისე გიდებ შენა, მიდი შენ ჩამოიგდებს 15 საერთოდ არაფერი არ დაუწერია. აი ჩამოიწყოს ლელო და გახარი ესე გასაგონად. საერთოდ არაფერი არ დაიწერა. პუსტა დაუდო და 30 დაიწერა. დაუჯექით დომინო ეთამაში. ანუ იგივენაირია ხო ყველგან სამართლიანობა ხლა აქ თუ გიყვარს სამართლიანობა აქტუალს ხوارე დახუჭავ ყველაფერში არის ამაზე მაგარი არაფერი არ არის იმ გაგების ანუ არჩევნები ხანდახან მიმაჩნია რომ სამართლიანი არჩევნები აი სამართლიანი არჩევნები არის ზეიმი რა ქვეყანაში რა გამოცხადეთ всё მოვკალათდეთ აბა всё ჩამოართი ხელი წააგ ანუ აი ამ თემაში და ხლა შედიხარ აბსურდული იმაში აქ ნარდი იქნება დომინო იქნება არა აქვს მნიშვნელობა მე ბიზნესთან მინდა არჩევნებში შევიდე რო რა უნდა გამოგლიჯო. საჩედი ხარ აი აბსურდული იმაში შედენ და თან თავიანთი პარტიის ლიდერები ციხეში ჩაგისვა. ყველაფერს ხანდახან მე ვფიქრობდი აი რო დააკავეს არმესი ამონა უყურებდი ახლა სახში ვიყავი და იქ არც ხუმრობის ხასიათზე არ ვიყავი. გავიხედე ახლა კი ბატონო ცხოვრებაში რო ხმარ მიმიწია ლელოსი გული დამწნა რომ ამ დაადეს ორივე ხელბორკილები. და ნერვები მომეშალა რომ ხელბორკილები რო დაადეს, ანუ იმ დროსაც რო არა, აი იმ დროს უნდა ეთქვათ მეთქი, აი ყველაფერს თუ იქამდე არა, თავიანთი აუმშრობთ ხელ ამათან აი ჩაჯდომის მომენტში ამათან არჩევნებში მონაწილეობა არა. ამას ვამბობ, აი მიუხედავთ იმისა, რომ ერთხელ არ შემომიხაზია, მეთქი აი ჯანსაღად. ეს როგორ არ უნდა თქვათ, რომ ვისი მხარდაჭერის არ უნდა იყოს, რომ ეხლა ღმერთმა დაიპაროს, ყველა რო იყოს რაღაც ან 5 არის, მრავალფეროვნება ეს არის ეხლა. მე და შენ აი აგრო ვზივართ სხვადასხვანაირად ეგვაცვია. ხო არა ვართ ყველა ერთი მასში. აქამდე მიგვიყვანს ბიზნესი. აი მალე ზუსტად რო ეგონათ რომ ამას როგორ იკადრებს, აი ბიზნეს რა პრიჩოსკას აქვს მის. აი მას დაგვიყენებ. ეგრე იქნება. დო, შავი შარვალით უნდა ვიაროთ ხვალე მაგალითად. 3 ივლისი შავი შარვალი, აბა ვინმე გაბედოს. რუსაველზე კი არა. აი ვინმე გაბედოს და შავი შარვალი არ ეცვას. და მე ვსო და უკვე იმ დონემდე მიყვანა რომ ის ტვინისი რო ილექება იქ ეს არ დამაწერინა იქ ეს არ დამაწერინა და ვსო და მე მართლა მოვიკითხოთ შავი ზოლებიანი მაისურით უნდა იაროთ. ხაბე ჩააცმებს, იმიტომ რომ თავიდანვე ხო არ იტყოდა რომ ჩაიცვე ზოლებიანი. ნელ-ნელა მიყავხარ რომ ნელ-ნელა გიგუბავს და ზუსტად მე აი პრიჩოსკა, აი აჩეხილი ბიზნეს როგორც აქვს ბაკე. აი ეს უნდა იაროს, აი აქამდე ძალიან ახლოს ავართ მეთქი, თორე მე იმას კი არ ვამბობ რომ მიშა მინდა რაღაცა, აუ 100 წლით არა, კაცო 2012-ში რო წავაგე არჩევნები არ მინდა ახლა სახელ და გვარი თქვა ერთი ქალბატონი რომელსაც ძალიან მაგრად ვიცნობ უბანში ჩემთან ცოტა ანუ გვერდზე უბანში ვიცნობ და სულ აგინებდა მიშას ხაბე რო დამინახავდა ახლა ჩემთან მოდიოდა იუმორით მაგრამ აი მაინც მიშას კმენდა აი თან მიშა რო წავიდა კიევში მეუბნებოდა შენ თუ ბიძინა მარჩა მოგიყვანოსო თან ჩამეხუდებოდა და შენ ნახე რას გიზავო შენ ნახე და პირობითად ავიღოთ ეს სახელი ციცო გავიდოდი ახლა მიშა მე გუბერნატორი გახდა ციცოს მეუბნები ნახე ოდესაში ჩამოდი ციცო ჩემთან არა აქ იქნებაო შენ ბიძინა დაგიჩვენო ბიჭო ეს ციცო ოცნების მაისურით დადიოდა თან ღმერთმა ჯამთელად ამყოფოს აი ციცო იყო ყველა არჩევნებზე 2014 მე 16 18 ყველა არჩევნებზე ციცო რომ მიდიოდა საარჩევნო უბანზე 50 ქალი უკან მიყვებოდა ციცო თუ შემოხაზავდა 17-ზე პირობითად ყველა 17-ს ხაზავს ციცორას და თამინახავდა მე ოხ მიშა შენ ყურებით ჩამოგათრეს ბიზნესა და ციხეში ჩაგსოვ და ბიჭო 2000 უკვე 18 წელს ხავე აი გაერთიანებული ოპოზიციის იყო ლიფტში ალბათ არ მინახე ერთიო ეს წელიწად ნახევარი ციცოს ვერ ხედავ და ლიფტში შედივარ პარკი და ალბათ საერთოდ დამინახა ციცო და ლიფტი ცოტა ძველი ლიფტი არის და კარები აი ოცნებასავით იკეტება და მარჯვენა ცოტა ადრე გამოდის ესე და შემოყო ხელი აი დიდი დათვი რო შემოყოს ციცოს კლავი ეგრევე ვიცანი შემოყო და თან მინდა რომ მიშას ხმაზე გავეხუმრე პარკებით გავარ აბა როგორ ახარ ციცო ბიჭო ეს ლიფტი რო გადაწია თვითონ გარედან გადაწია და მიშა ანუ მიშა ჯერ არ იყო საქართველოში და გავიხედე ჯერ თვალში ვერ მოხდა 41 იმიტომ რომ წინა გუმბერას ემყედა 41 ხო ეწერა და გაერთიანებული ისრები რო დავინახე მეთქი რაღაც რა ხდება როდის ჩამოხვალე მიშა ახლა ის სიტყვა არ მინდა რომ თქვა ბიზია დედა რა უტიროთო და გაუშვა ხელი გნახავ მე მიშა და ესე ჩამოხდა დაიკეტა ლიფტში და წავედი
და იმ ჰაერში ვამოთ. ბიძინა რა გააკეთე ისეთ. ნუ ციცოც ეგადაიმტერე მეთქი. ანუ ზუსტად იმიტომ რომ ის ისეთი იმით აგინებდა მიშას, ხო გეუბნები 2018-2020 როგორი ხუთიანი სამორჩეველი იცით დღეს ციცო. მართლა? და მე ვამბობ რომ ბევრი ესეთი ციცოა უკვე საქართველოში. ბევრი ესეთი ციცოს ახლა ბიძინა იქ აშინებს, მერე ესეთმა ციცოებმა რო უთხრას შვილიშვილს რომ პოსტი აღარ ედაწერო იქ რა ხვდები, ანუ ეს ადამდე მიყავს და ბოლოს ეტყვის რომ ციცო თავის შვილიშვილს, აბაშვილო, ხვალე იყენებ ბაკეს როგორც ბიძინა, ანუ აქამდე მივდივართ რა ხაბენ. კი, სწორია. всё რა. სწორია, მაგრამ ცოტა ოპტიმისტურ ნოტაზე გავედით. ოპტიმისტური მისი აღმატებული ქართული ხალხი, მე ვიცი რომ როგორც იმას რო ამბობდით, რომ აი ამასაც არჩენებთ, როგორც კეთილი ვინებოთ ხელს ჩავკიდოთ, არავითარი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ჩემი სუბიექტური აზრია და ესე ვფიქრობ, ესე მწამს და ესე მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არანაირ არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გვინდა არჩევნები, ყველაზე მეტად გვინდა. ბიძინას არ უნდა არჩევნები. აი ყველაზე მეტად იმას ეგაბრალის, ნახე, ბიძინას არ უნდა თავისუფალი არჩევნები და ეგეუნება, მოდი დაჯექიჩებ და სადაც დომინიკებთან არის, აქ ჩემი წესებია. მე ვთავაზობ, რომ მოდი მისი აღმატებულება ქართული ხალხი ვინ რა შემოხაზავს ცხოვრებაში, აი არც არასოდეს არ მიცქე შენ წადია შემოხაზი არა. ვისაც რა რწმენა აქვს, როგორც 2012-ში იყო, всё. ეგზიტ პოლები რასაც იტყვის, ოღონდ თაროგ წამს, აი თაროგ ჯერა რომ ეს არჩევნები არის მემართლა ვისაც ვხაზავ, იქ ვიცი რომ იქ ჩაგდებები არ იქნება, აი დაშინებები არ იქნება, აი ახლა რო უყურებ წინ არჩევნებზე ახლა რომ მიაყენებ მანქანას, პოლიციის მანქანაზე იცი რომ იმოსახლეს ან სიტყვაზე რა აქვს რაღაც მოსავალი და რასელოდება და იმაზე გადაგიწვავ თუ არა და 51 შემოხოს. ანუ ესეთი იმებით, დაშინებებით მე ვფიქრობ რომ მე მჯერა მისი აღმატებული ქართული ხალხი იპოვის საკუთარ თავში ძალასაც ემიგრანტებისაც ძალიან მაგრად მჯერა რომ იმ ერთსულონები ძალით არა კონკრეტულად ვიღაცის არა თავისუფალი არჩევნების მიმართ ყოველთვის იყო შესახორცებული აქვს ქართულს რომ თავისუფალი არჩევნები არის ჩვენი ემონაპოვარი რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყბადაღებული თემაცაც არ ვიმაჩნე 2012 წელს ვიყავი ყველაზე ბედნიერი იმ გაგებით რომ ხის ფოთოლი არ ჩამოვარდნილა და როგორც იქნა რუსთაველზე ხაბე არ მესმოდა გადადექი არ всё გაიშალა 8 ოქტომბერი 2012 წელს მიყვარს მიუხედავთ იმისა რომ საერთოდ აი გაფიქრებითაც 2012-ში всё აი ბიძინა და მიშამ რო ჩამოვარდა ალაბრის რეზიდენციაში მაგით მივხვდი რომ ბიჭო ჩემ ქვეყანაში რადიკალურად სხვა ფსოფხედულების ადამიანი მოვიდა მაგრამ ეს გადაწყვეტა მისი აღმატებულმა ქართულმა ხალხმა და არა ვიღაცა იქ რომ მიშა გაუყალბე თუ რაღაც არა всё გადა ჩამოვართვა ხელი და ის ცივილიზებული ის ვინზე გიყურებს იმას ფულის ეჩადებაც მონდება შეთა ამ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება და ხმაური სენატამალერი იგივენაირად აგრძელებს აი ყველაფერი იგივენაირად გაგრძელდა 9 ოქტომბერი 10 ოქტომბერი ეხლა ისე გიყურავს მე არ ვიცი ხო გონები აი მართლა უნდა დადგეს ის დღე მეთქი რომ ერთი გაზეთი იყოს ერთი ტელევიზია იყოს აი ერთია ყველაფერი სო აი და მარტო სახელმძღვანელოებს რო გადავშლით პირველი კლასიდან მე-11 კლასამდე და ყველა ყდაზე უნდა მოვიდეს ის რომ ბიზინო ნახოთ მეთქი კაცო მე არ ვიცი რა მე მჯერა რომ ეს არ იქნება თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში უნდა ეტარდებოდეს და ჩატარდება მუდმივად ისეთი მრავალფეროვანი არჩევნები რომ წაგებული წავა და მოგებული მოვა მე მჯერა ესა აქ იუმორით შეხედავთ ამას მე მჯერა მაინც ვარ ოპტიმისტურად ეგანწყობილი რომ ეხლა ეს არის ბოლო კუდის ემოქნება აქვს უკვე რომ გაასხა სო ყველაფერს აკეთებს ხო გეუბნები 5000-ს არ დაჯერდებიან 15000 რუსაველზე გამოსვლა 20000 სო ესენ უკვე არიან ხო გეუბნები სო ტრეილერის ამბავიც მოყევი და ყველა ტრეილერს რო უსწრებს იმის ყველა ტრეილერს ეცადაც უსწრებს და ეხლა გამახსენდა ტრეილერის ამბავზე გამახსენდა სხვათა შორის მაგ იმაზეც აბგონი გაუკეთე ტრეილერს რაღაცა გაუსწარი ისეთ ადგილას სადაც არ უნდა გამოსვლა კახეთიდან მომყავს სამეგრელოში ორი გოჭი მისის მანქანაში ორი გოჭი ორი და ხო შემიძლია რომ იქ მეყიდე სამეგრელოში არა აი რაღაც კახეთიდან ჩამყავს ეს სამეგრელოში ორი გოჭი თან შუაღამით მივდივარ და გამთენი ისას აბაშას რო გავწდი 5 ტრეილერი მიდის ისე ნელ-ნელა მიდის და თან ეს ზოლი არის არ შეიძლება გასწრება ავდექი და პირველი ტრეილერი და გაუსწარი 5-ს და 5-ს რო გაუსწარი ბოლოში პატრული მიდის ნელ-ნელა თურმე სტარელები და ეს პატრულს რო გამოხედა ახლა 5-ს გაუსწარი და მე-6-ს თავის პატრულია და გამომეკიდა ჩემზე ბედნიერი ხო არავინ არ იყო იმ მომენტში აბა მოდი კიდე თუ შერჩენია პატრულის მანქანას ეს ესწრაფე მეთქი და მე არ უჩერებ ჯერ იმიტომ რომ ვიცი რომ მე უნდა გადმოვიდე მიშას ხმით ცოტა რომ მოვშორდი ამას ეს პატრული უკან მომსდევს იმიტომ რომ იმ პატრულმაც
იმ მომენტში ეგრევე ვერ გამის რომ მე და რაღაც გავჩერდი მოვატრიალე მანქანა და გადმოსული ვარ და ეს პატრული მომარდა როგორ მახსოვს გოგო და ბიჭი იყოს მენაში 7:09 თენდება ვეღარ წყვირიან რომ მანქანაში დაგველოდი გადმოსული ვარ უკვე გააჩერეს გადმოდით ორივე მოთი და ორივე გადმოდით და უკანა კარებს უღებ შეიხედეთ მეთქი შეიხედეს ორივე დაღლილი გოჭი დაღლილი გოჭი ეს არასოდეს არ დავიწყება აი ესე უყურებს ამ პატრულს კახეთიდან როგორია გურჯაანიდან მომყავს აბაშაში მაჩერებს და ესე შემოხედე გოგო ბატონო პრეზიდენტო რა ხდებაო ანიკ აბგონიო ყველგან ელგუჯას ევეძებ მეთქი ყველა ტრეილერს სადაც ხედავ საჩემო მიყვარე დაბაბრუნე კიევში ესეთი და გოჭებს აგრა უნდაო ვინც პოლიტიკურად გავზერდა ყველა მიღალა და ამაძვრდი რომ არც ერთმარი მიღალა აი პატრული სახე არ დავიწყება არა იქ გაბრაზებულად უთხარი ყველამ თავის წილი მიიღოს ვინც გავზარდე მეთქი ყველა მე მიღალა და აი ხა სხვათა შორის ყურადღებას არ ვადუნება აი ესენი უნდა გავზარდე რა ვიცი მე მგონი ამ ნოტაზე ამ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ გადაცემა მაგრამ ვისაუბროთ ხშირად უნდა ვისაუბროთ კი და პოდკასტის ფორმა კარგი არის სარკაზმიც კარგია YouTube-ზე ნახე სხვანაირად ხო YouTube-ის მაყურებელს ცოტა ისედაც გონება ხალხს გადაღლილი აქვს ტელევიზიაში ყველგან მართლა ძალიან ცუდი ამბები ჩვენც ახლა ცუდი ამბები მოვყევით ხო ცოტა მხიარად და მაინც აი მანდმინდა რომ დავამთავრო რასაც ევატარებთ დღეს არის ანუ სოციალურად ისე არის გართულებული რასაც ეყიდულებთ ქვითარს ხო მოლარის აი ეს ხო გვინდა რომ არ იყოს გაყალბებული აი იქ არის რომ გვაინტერესებს ფასის და რა ავიღეთ რამე ხო არ ჩაამატა ხო აი ფასის და რა ავიღეთ ხოველოდებით ხურდას რომ 10 რო აძლევ და 8 ნახევარ და ლარნახევარს ხოველოდებით აი ლარნახევრიდან აი ყველა მე წარმოიდგინეთ ბიზინა რო დაგხვდეს იმ სალაროსთან ლარი და 20 ელოდები ლარნახევარს იმ 30-ს ბიჭო სწორედ გამიგე სულ რო ის 30-ს ხო შენ ხო არ შეარჩენ იმას დამიბრუნეთ სო იქ ბიძნა გეუბნება არა კაცო წადი შენ ამდენ აიღე სო ანუ ყველგან თუ გვინდა მოლარესთან სამართლიანი და გაუყალბებელი ასევე მინდა ყველაფერში სამართლიანობა სო ეს არის და ეს რა ამას ხან იუმორი და იქ მომენტებს რო ხედავ ხოლმე ხო ცხოვრებისოლოდ მომენტებს იქ იმწამიერად იმოლარეს ეუბნები ხოლმე უცბად იმის შესხმას დროზე არ ნუ გააყალბებ არჩენებს და სო ყდებიან სიცრე და აი ყველა საკედან მოკითხვა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ პოლიტიკურად მე არა ეხლა არავინ არ მინდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ გაუმარჯოს მრავალფეროვნებას და სიჯანსახეს აქედან გავუდი ყველაფერი კარგად იქნება თუ არ შევშინდები და ერთმანეთს მიუხედავთ იმისა მოგწონს არ მოგწონს აი ბიზნეს ჯინაზე ჩავალოთ ერთმანეთს ხელი და მხოლოდ და მხოლოდ გვინდა ნამდვილი თავისუფალი არჩევნები თორე ახლა ბიზნესა ეგეუნება აი ამათ არჩევნები არ უნდა რაც თვითონ არ უნდა იმას და გაბრალებს აი ამათ არ უნდა და გვინდა ოღონდ სამართლიანი არჩევნები ეს არის და ეს რა ამასობაში ლენეს მივცეთ საშუალება რომ ამოაგდოს ჩვენი ისა რა ქვია YouTube არხი გამოიწერეთ მინდა ყველა ჟურნალისტს უთხრა ვინც ტელევიზიაში ერთხელ მაინც ვინმე რატო არ სოთკითხოს რომ მე 4 წელი ვზივარ ციხეში და მიშას ტელეფონს აი ტელეფონი ხო არის აი ბიჭო ვიღაც ისეთი პატიმარის რაღაც ისენი რომ დანაშული ბლოკზე ჩადენი რაღაც კვირაში ორჯერ ვაძლევენ ტელეფონზე რამე აი მიშა რაც დაადეს ბორკილები ერთხელ არა აქვს სო ეს თითქოს ესე უნდა ხდებოდეს თუ სამართლიანობა ბადრის თუ უნდა მისცენ და რა თქმა უნდა ჯერ საერთოდ ხო არ ვემხრობი ესენი არც ერთი არ უნდა იჯდეს ციხეში შეთითხრილი მაგრამ თუ ზიან ხო არის რომ აი ნიკას არ ეკინებენ იმას არ ეკინებენ მიშას არა აი შერჩებით იმასაც ვერ ვიტან რაღაცნაირად აი თუ იმას არ ეკინებ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კაცო ჯერ ის ხო თალკე ტრაგედია რო ეხლა ადამიანი არის პატიმარი მაგრამ იმასაც მე-4 წელი აი არა კაროში აი უსამართლობა არის ეგამეფებული ყოველთვის და თუ ვამბობთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა თუ ვამბობთ და ნერვები ემეშლება თუნდაც ანუ ერთადერთი რა არის სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის თუ ვაცხადებ და ყველა უკვე დავიზეპირე სახელმწიფოს დროს თავისუფლება ბოლოში მაინც ჩურჩული სააკაშვილი მაინც გამოცხადონ მეთქი ანუ თავარია მიხელსა და ამ მე ბრაზდები ბიძინა უკვე ბედნიერია ყველა სახელდაგვარი ცხადდება რომ სამეცე მიხელ სააკაშვილი არა თორე იმას კი არა რომ მიშა დაიყვირა და მე არის პოლიტპატიმარი კი ცივილიზებული სამყარო გეუბნება კი ჩურჩულით მაინც აი მან მართლა არა ხო და აი მიშა რო არ აღიარეს მიშაზე რო არ თქვეს პოლიტპატიმარიო იმიტომ მივიღეთ ამდენი პოლიტპატიმარი რა თქმა უნდა რო შეარჩიეს გემოვნებით ხო გემოვნებით პოლიტპატიმარი არ ირჩევა
რა თქმა უნდა. ხო, კი ბატონო. ადამიანი შეიძლება არ მომწონს კაცო და ეხა ყველა ვინც შეიძლება იმ ადამიანების 90% ვერ გაუგოთ ვერაფერში, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ იმას ნიშნავს რომ მე ვარ ყვიო ვინ, ვისი მომხრე და როგორ არის? რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარი. იგივე ხა გახარიაზე ჩემი წარმოდგენები ცხადია მაგ და არც თუ ისე კარგი, მაგრამ ის რო ახლა პოლიტიკურად იდევნება ბიზნესს, ეს არის ორჯერ კაცო. ამიტომ ეგ იყო მიშასთან მიშას მიმართ ეგ შეცდომა დაუშვა ერმა თქვეს რომ ბიზნესამ რა ნახა იცი რომ ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ლიდერი ჩააგდო გამოკეტა ციხეში უკანონოდ უსამართლო და ხალხმა ეხა ზოგმა გარჩევა დაიწყო ეს იმის გარჩევა კი არ დაიწყეს ეს პოლიტიკურია მაგისა იმის მოსწოს არ მოსწოს ეგრე გაარკვეს აი ეგ რო ნახა რო ეგრე გაარკვეს მაშინ იბიკა რომ ამე ყველაფერი გამივა კაცო მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმ კაცს ციხეში დავიტოვებ აქ ეხა 19-20 წლის ბიჭებს ციხეში რო ჩავყრი ვინ მოიკითხავს კაცო ესე უყურებს და აი მანდ ისე სხვათა შორის ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვით მოკლედ ხაბეს პოდკასტი აბრეშუმის გზა გამოიწერეთ ჩვენი არხი ერთი შენც მიმართე კიდე რა რომ გამოგვიწერონ ეხლა ზარმაცობარიც ესე იგი უყურებს გამოიწეროთ და მოძრაობა იმიტომ მე და მოძრაობაში გამოწერაც მოძრაობაში კი სწორია როგორც ერთ ადგილას იქნები და არ გამოიწერეთ რამე იქ უკვე ხავსი მოვაოცნების და ჩვეულებრივ მადლობა ქართლოს მადლობა მიშას შემდეგ გადაცემამდე მადლობა ეხლა მე ნელ-ნელ ავდგებოდი და მიშას ადგილ შენათან გავარდებოდა ეგრევე